მშვიდობისა, მაესტრო და პირველი სტერეო წარმოგიდგენთ ток-შოუს პრესპრესი. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის განმავლობაში ჩვენს ეთერში ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთნაირ აზრზე მყოფი ადამიანების ერთნაირ მოსაზრებებს. თუმცა არსებობს ერთი თემა, რომელიც ჩვენს ორ ფლანგად გაყოფილ სტუდიას აერთიანებს და მომავალშიც გააერთიანებს. ეს არის, რა თქმა უნდა, შოუ-ბიზნესი. ჩვენი გადაცემის პირველი თემა, რა თქმა უნდა, ლოგიკურად სწორედ იმ ადამიანების საქმიანობას შეეხება, რომლებიც ან შოუს ბიზნესს უკავშირებენ, ან სულაც პირიქით, ბიზნეს შოუს. ასე რომ, პრესპრესის დღევანდელი თემა გახლავთ პროდიუსერები ქართულ შოუ-ბიზნესში. ამ ჯერჯერობით თავისუფალ ადგილებს სულ მალე დაიკავებენ ქართული პროდიუსერები. მამუკა ღლონტი, კახა მამულაშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი. მეორე ფლანგი კი უკვე უკავიათ ეგრეთ წოდებულ პრესპრესის დამრტყმელ ძალას. პირველი სტუმარი, რომელიც ჩვენი პრეს-გუნდის სიტყვის შეკრებას გაუმკლავდება, იქნება პროდიუსერი მამუკა ღლონტი. თუმცა მანამდე პატარა პროლოგი პრესპრესის ეთერში. თითქმის თუ არა ნახევრად მაინც ექსტრემალურ პირობებში შექმნილ ჩამოყალიბებული ეროვნული შოუ-ბიზნესი დღეს თითქმის თუ არა ნახევრად მაინც უწონადობის მდგომარეობაში იმყოფება. მდგომარეობის გამყარებას ბეჯითი მონდომებით ცდილობს ყველა, ვისაც ამ სფეროში მოუხდა აქტიური მოღვაწეობა. თავის მხრივ მუსიკალური შოუ-ბიზნესი, ისევე როგორც ალბათ ყველანაირი ბიზნესი, ხშირ შემთხვევაში მძიმე, უფრო ხშირ შემთხვევაში ბნელი და კიდევ უფრო ხშირ შემთხვევაში მაცდური საქმიანობა. მას, ვისაც საკუთარი ვოკალის დიდი მასშტაბებით დემონსტრირების სურვილი იპყრობს, არა მარტო პირის, არამედ თვალების ფართოდ გახელაც უწევს. აქ ჩასავარდნია, იმისათვის, რომ უსაფრთხოდ და რაც მთავარია მყარად გადადგან ნაბიჯი შოუ-ბიზნესის პოდიუმზე, მომღერლები არა მარტო დამწყებების სწორ გადაწყვეტილებას იღებენ. ეძებენ ადამიანებს, ვინც მათ სიარულს გაუადვილებს, ანუ პროდიუსერებს, მენეჯერებს, პრომოუტერებს და ასე შემდეგ. საქართველოში, სადაც შოუ ჯერ კიდევ ახლო წარსულში გადაკეთდა ბიზნესად, ამგვარი პროფესიის ადამიანები მრავლად არ მოიპოვება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სამამულო მუსიკალური სამყარო პროდიუსერებზე სამჯერ მეტი შემსრულებლითაა დაკომპლექტებული. ასე რომ ისინი, ვისაც პროდიუსერის შორს მწვეტელი მზერა ბოლოს და ბოლოს აღმოაჩენს, თვლიან, რომ ნამდვილად გაუმართლად. მოტივირება ამ შემთხვევაში მარტივი და გასაგებია. ყველა ეს მსხვილის და წვრილის ყველანაირი პრობლემები იმას ევალება და ის აგვარებს. მიგეგმავს კონცერტებს, გადაღებებს. ეს შავი მოსაგვარებელი საქმე მოცილებულია. დაკავშირებული ხარ მარტო შენ შემოქმედებასთან, მარტო სიმღერასთან. მაქვს მეტი გამოცდილება და გეხმარება იცით ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც შეიძლება შენ ვერ გადადგა პროდიუსერის არყოლის შემთხვევაში. ჩემ ჩაცმულობას, კონცერტზე, რომ კონცერტზე უნდა გავიდე კონკურსებზე, სიმღერებს მირჩევს და ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს ის მიგვარებს. ძალიან ბევრი პრობლემა, ესე ვთქვათ, მომეხსნა იმ მხრივ, რომ ყველაფერს სამშამად ნატო აკეთებს, ყველაფერი მას ეხება, ჩემი ესე ვთქვათ, პრომოუშენიდან დაწყებული, ყველაფერი ჩაცმულობა, რა ვიცი, აი, როდის უნდა გადავიღოთ კლიპი, როდის უნდა გაკეთდეს იმ კლიპის რეკლამა, პრესასთან ურთიერთობა, ყველაფერი ეს აბსოლუტურად ნატოს ეხება და რა თქმა უნდა, გამიადვილდა რაღაც ისეთ პრობლემები, რაც მუსიკოს არ უნდა გეხებოდეს, არ გეხება. რა თქმა უნდა, უნდა ფიქრობდე ამას და შენი აზრი უნდა გქონდეს თავისთავად ცხადია, მაგრამ უშუალოდ მათი გადაჭრა არ გეხებოდეს. კარგია, რომ შეგიძლია იფიქრო მუსიკაზე. თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც თავის ალტერნატიულ მოსაზრებებს ასევე ალტერნატიულად ასაბუთებენ. ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს გარკვეულწილად ხელოვანი და ეს უნდა იყოს ორმხრივი სურვილი. რა მე ავიყვანდი პროდიუსერად ვინმეს, ეს აბსურდია ჩემთვის. ის ხო არ არის ბავშვი ხო არ არის, აიყვანო და გაზარდო, ხო? მე თვითონ ძალიან კონფლიქტური ადამიანი ვარ ეგეთ რაღაცებში და თუ ისე არ იქნა გაკეთებული როგორც მე ვიდე, ფიზიკურად მე წყვიდა ყველასთან ურთიერთობას, იმიტომ რომ დღემდე მე პრინციპში ჩაწერილი არ მოხდა მუსიკა და ასე შემდეგ და ძალიან ცოტა კონცერტებს ვაკეთებ თუ ვაკეთებ და ძალიან უფრთხილდები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩემთვის შემოქმედება არ არის ეს კომერციის წყალ, ჩემთვის შემოქმედება არის ჩემს შესახებ ის დოკუმენტალური კინოსავით არის. და როცა მე მღერი ვარ ისეთი შტაბიშლება აქვს, რომ შიშვლდები და ძალიან ინტიმური არის ჩემთვის ჩემი შემოქმედება. ისეთი რაღაცა სტადიონებზე იმღერენ და გახვდნენ და ყოველდღიური კონცერტები მაგისტრის მე არ დამწერია ჩემი მუსიკა. აქედან გამომდინარე, ალბათ ისეც ლოგიკურია, რომ მე პროდიუსერები არ მყავს და მე თან ვაკეთებ ყველაფერ ამას. პროტესტი მაქვს შინაგანი რისი, იცი, როდესაც ვუყურებ, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ქართველი პროდიუსერები, ხო? ხშირად ახსენებენ ხოლმე როგორ ტერმინოლოგიას, იცი, რომ აი ეს მუსიკა, ხო, რასაც ქმნიან. არის პროდუქცია, რომელიც ბაზარზე უნდა გაიტანონ და გაყიდონ.
ანუ ის მიდგომა, რა მიდგომითაც ისინი ამას საზღვრავენ, ხო? ეს არ მომწონს. ცოტა უფრო ფაქიზი რამ არის ეს და ეს მიდგომას ფაქიზი უნდა იყოს და ჯობია სხვანაირად ახსენონ ეს საქმე, ვიდრე პროდუქცია, რომელიც ბაზარზე უნდა გაყიდდეს. ნუ ახლა იცი რაც შეეხება art producer-ს არ ვიცი ახლა ჩემს რაც წარმოუდგენელია რომ ჩემს მუსიკაში ვიღაც ჩაერიოს თავშე და ამ ხრი პროდიუსერი ჩემს უფრო მენეჯერის ფუნქციას ასრულებდა ყოველთვის თუ მყავდა როდის მე ამიტომ ამ თვალსაზრისით ჩემთვის მიუღებელია პროდიუსერის ინსტიტუტი თუ ესეთი ადამიანი გამოჩნდება ხო ჩვენს გვერდით და აი ამ პრობლემებს მოგვაცილებს ის იქნება ჩვენი ოჯახის წევრი, ხო? სრულფასოვანი წევრი და მე ამას მივესალმებ, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ესეთი ადამიანი ვერ დავინახე. პროდიუსერის ინსტიტუტს უარყოფითი პატარა ქვეყნებისთვის ის აქვს, რომ ჩვენთან უბრალოდ ძალიან პატარა მოსახლეობა ცოტა არის, ხალხი ვინც ყიდულობს შენ პროდუქციას და პროდიუსერს თავის წილი ფული მიაქვს ყოველთვის და ეს რა თქმა უნდა ყოველთვის შენ ჯიბეზე აისახება, ასე ვთქვათ, და ამიტომ ყველა შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა არის დარტყმა, მაგრამ დამწყები მსახიობი აუცილებლად უნდა წავიდეს ამ კომპრომისზე ფულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მას უბრალოდ სჭირდება რომ გამყარდეს რაღაცნაირად გაამაგროს თავისი კონტაქტები და სწორედ ამ კონტაქტების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ პროდიუსერის სამუშაოზე. ასეა თუ ისე ცოტა უხეში, მაგრამ პრიმიტიული ალეგორია რომ მოვიშველიოთ, პროდიუსერი იგივეა შოუ-ბიზნესში, რაც მაგალითად პურის მცხობელი თონეში. თუ პური გემრიელი არ გამოვიდა, უარეს შემთხვევაში არავინ იყიდის. უკეთეს შემთხვევაში კი იყიდის ის, ვისაც ძალიან შეა. ან გემრიელი პურის გემო სულაც არ იცის. თუმცა გემოც ცოტა პირობით იცნება. ზოგს თეთრს ყიდულობს, ზოგი შავს ყიდულობს, რუხსაც ყიდულობენ და ყველა პური იყიდება. გემოვნებაზეა დამოკიდებული ადამიანის. აი ესე პურები ვიცხვებიან ქართული შოუ-ბიზნესის ღუმელში ახალ-ახალი ვარსკვლავები. კარგია ეს თუთუდი, ამასაც ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. ეს გახლავთ პროდიუსერი მამუკა ღლონდი. გამარჯობთ. შეგახსენებთ და ვინც არ იცის, გეტყვით რომ ბატონი მამუკა უკვე 6 წელია, რაც სატელევიზიო პროდიუსერობას, მუსიკალურ პროდიუსერობას უთავსებს. ის პროფესიით არქიტექტორია. მის ასე ვთქვათ დაქვემდებარებაში შედის ჯგუფი ვაკის პარკი, გიგა მიქაბერიძე და ლექსერი. როგორც თავად ბატონი მამუკა თვლის, ბევრი ფულის გარეშეც შეიძლება მიაღწიო წარმატებას. თავარია სწორი გადაწყვეტილება. სანამ უკვე ლოდინით გადაღლილ პრეს-გუნდს მივწონდეს საუბრის საშუალებას, მინდა ერთი მოკლე შეკითხვა დავსვა და იმედი მაქვს ასეთივე მოკლე პასუხს მივიღებ პირველი სტუმრისაგან. ბატონო მამუკა, ვისთვის აცხობთ პურს? ანუ წინასწარ თვლით თუ არა, როგორ მაყურებელს ან მსმენელს შეიძლება მოეწონოს ის მუსიკალური პროდუქტი, რომელიც უშუალოდ თქვენი როგორც პროდიუსერის მიერ იქნება. რა თქმა უნდა, წინასწარ გეგმავ რა კატეგორიის მსმენელზე იქნება ესა თუ ის ნაწარმოები და შესაბამისად ვაკეთებ ჩემს მომღერლებთან ერთად მათთვის ამ პროდუქციას. ახლა კი მე მგონი უკვე დროა საუბარში ჩაერთოს პრესპრესის მარჯვენა ფლანგი. დარწმუნებული ვარ, უკვე უამრავი შეკითხვა არსებობს, რომლებსაც ვნახოთ როგორ პასუხებს გასცემს თავად ბატონი მამუკა ღლონდი. ლიზა, ინტერნეტ რადიო სანეთი. პირველ რიგში მამუკა გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას, წლის პროდიუსერად გამოცხადდით. ის რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი არსებობს, უკვე ამაზე აღარავინ დაობს, სამწუხაროდ ჩვენ განვიცდით კარგ პროდიუსერებში დეფიციტს და ის აშკარაა. მოდით ერთად გავიხსენოთ, ანუ მამუკა ღლონდი მე ვამბობ პროდიუსერებს მომღერლებთან მიმართებაში, ანუ მომღერალი და პროდიუსერი. მამუკა ღლონდი იქნებიან კახა მამულაშვილი, რამდენადაც ვიცი და ირაკლი ნადარეიშვილი პროდიუსერები, ნატო დუმბაძე რა თქმა უნდა, მამუკა სააკაშვილი მახსენდება, შეიძლება ლიზი ოთარაშვილი რონდოს პროდიუსერი და აი მეტი არც მახსენდება. ანუ სინამდვილეში ძალიან ცოტანი ხართ. პროდიუსერის ფუნქციებში შედის სტილის არჩევა, სწორი მიმართულების არჩევა, ხო? გარდა ამისა, ახალი პროექტის მოფიქრება და განხორციელება, პრომოუშენი, რეპერტუარზე ზრუნვა, უამრავი საორგანიზაციო კითხვების გადაჭრა, ძალიან ბევრი რამ. მე მაინტერესებს მამუკა ღლონდი, გიგა მიქაბერიძის, ვაკის პარკის და ლექსენის მიმართებაში აი ამ თვალსაზრისით რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ დღე და ღამე ატრიალებს მათ კლიპებს.
მივხვდი დაბოლოებას მივხვდი, მე არ ვატრიალებ მხოლოდ მათ კლიპებს. ჩვენი ტელეკომპანია პირველი სტერეო და მაესტრო ატრიალებს ყველა სხვა დანარჩენის მინისტრიალებს ასეთივე დოზით მათ კლიპებსაც. ხოლო რაც შეეხება რას ვაკეთებ მე როგორც პროდიუსერი, მათთვის ყველაფერს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს პროდიუსერი, შემიძლია ჩამოთვალოთ თუ ამის საჭიროება არის. რაც თქვენ თქვით, ანუ რეპერტუარი, კლიპი, პრომოუშენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე კი პირიქით გამიგია, რომ აი უბრალოდ ლექსენიც და გიგა მიქაბერიძეც ხშირად იმეორებენ, რომ ისინი თავად ზრუნავენ საკუთარ შემოქმედებაზე, ანუ თავად წერენ სიმღერებს, მუსიკას, ტექსტს და პრინციპში აი პროდიუსერი აი ამ თვალსაზრისით არანაირ როლს არ თამაშობს. ანუ თქვენ გამოდიხართ უფრო რაღაც იმის როლში, რომ აი ადამიანი, რომელიც არასკრუტკებს უხეშეთ რო ვთქვათ, მათ შემოქმედებას. არა, რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ თქვენ ალბათ შეატყვეთ, რომ და იცით ალბათ, რომ ვაკის პარკიც, გიგაც და ლექსოც სამივე ესეთი ერთ შემთხვევაში ჯგუფია და ორი მომღერალი, რომლებიც თვითონ წერენ სიმღერას, ანუ ესენი არიან ავტორშემსრულებლები. ლექსსაც თვითონ წერენ ხშირ შემთხვევაში, ანუ ტექსტსაც თვითონ მიაკეთებენ არანჟირებას და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ანუ მე ვიყვან იმ შემთხვევაში მომღერალს თუ ის ამას აკეთებს თვითონ. ანუ პირადად მე როგორც პროდიუსერს არ მაინტერესებს მომღერალი, რომელსაც უწერენ სიმღერებს. ნუ ეს მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ მაინტერესებს ესეთი მომღერლები. ხოლო რაც შეეხება, ანუ მე ვენდობი ბოლომდე მათ შემოქმედებას და რა თქმა უნდა ხელს უწყობ, ანუ ჩემი მოვალეობა ამ შემთხვევაში არის მათთვის ხელის შეწყობა. მაგრამ მე როგორც პროდიუსერს შემიძლია ვთქვა რომელიმე სიმღერაზე, რომ ეს არ გავარც რადიოში, არც ტელევიზიით და არც არსად. ან არანჟირებაში შევიდა მოცვლილება და ასე შემდეგ და შემდეგ ტექსტში. ანუ საბოლოო ვერდიქტს, ასე ვთქვათ, ვაკეთებ მე. და ძალიან მოხარული ვარ, რომ ხშირად არ მიწევს ესეთი გადაწყვეტილებების მიღება. გარდა ამისა, სანამ შეექმნება რაღაც ნაწარმოები, ჩვენ ხშირად საუბრობთ, ანუ რაღაც აურას ვქნით ერთმანეთისთვის და აი ამ საუბრების დავის ხშირ შემთხვევაში შედეგად იქნება ნაწარმოები. ხატია შამუგია, რადიო ფორტუნა. მოგესალმებით, გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. აი სიუჟეტში აღნიშნეთ, რომ არ არის იმისთვის საჭირო ბევრი ფული, რომ გააკეთოთ თქვათ მომღერალი, ხო? საჭიროა სწორად წარმართული პროექტი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ არ გქონოდათ ტელევიზია, მუსიკალური არხი და როგორც ვიცი, არც ძალიან ბევრი ფული გაქვთ, ხო? აი იქნებოდით მამუკა ღოლონტის საუკეთესო პროდიუსერი და თუ მიიღებდით იმ ჯილდოს, რომელიც გუშინ მიიღეთ. რაც შეეხება იმას, მე არ ვთქვი, რომ არ არის საჭირო ფული. მე ვთქვი, რომ პირველ რიგში საჭიროა გონება და შემდეგ არის ფული საჭირო, თორე უფლოდ ვერაფერს ვერ გააკეთებ, რა თქმა უნდა. აი თუ არც ფულია და არც ტელევიზია საკუთარი? აი ხო ვერგესნით. მე ისე ხვდები, რომ თქვენ გონიათ, რომ მე უფრო მეც ვატრიალებ სიტყვაზე ჩემს მომღერლებს ვიდრე სხვას. მე მინდა გითხრათ, რომ ვაკის პარკს აქვს ყველაზე მეტი კლიპი ალბათ საქართველოში ვიდრე სხვა მომღერალს. ну დაახლოებით ვამბობ, რა თქმა უნდა. ლექსოსთან ერთად ჩვენ 6 თვეში გადავედეთ 5 კლიპი და ასევე 4 თვეში გავაკეთეთ 4, 2 კლიპი და 2 თუ 5 გიგასთან. ანუ ის რომ ეს მომღერლები ხშირად ჩანან ეკრანზე, მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ბევრს მუშაობთ. ჩვენ დღე და ღამე ყო გასურებული, რომ გავაკეთოთ ახალი კლიპები, ჩავწეროთ ახალი სიმღერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მხოლოდ ამიტომ ტრიალებენ ისინი უფრო მეტჯერ. იგივე რაოდენობით ტრიალებს ჩვენთან ყველა ის მომღერალი, რომელსაც მოაქვს ბევრი ხარისხიანი პროდუქცია. ანუ მე მინდა გითხრათ, რომც დაждეთ და დათვალოთ, არ იქნება ისე, რომ ლექსენი უფრო ხშირად ტრიალებს ვიდრე სხვა მომღერალი. უბრალოდ ლექსენი ბევრს მუშაობს, გიგა მიქაბერიძე ბევრს მუშაობს ვაკის პარკი და ისინი ხშირად აკეთებენ კლიპებს. ეს აუცილებელია შოუ-ბიზნესში, იმიტომ რომ თუ მუდამ არ ჩანხარ, შენ მიეცემი დავიწყებას. მე ვფიქრობ, რომ ალბათ დაახლოებით ამდაგვარ წარმატებას მივაღწევდი, იმიტომ რომ თუ რომელიმე ტელევიზია ვარს არ მეტყოდა იმ პროდუქციას, რომელსაც ახლა ვქნი, დაატრიალებდნენ ზუსტად იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ახლა ატრიალებს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ პირველი სტერეო და მაესტრო არ ჩაგრავს არავის.
ზუსტად იგივე რაოდენობით ტრიალებენ სხვებისაც მოხდა. აი, როგორ ფიქრობთ, ის პროდუქცია, რომელსაც თქვენ ქმნით, სხვა ტელევიზიები ასევე დაგთანხმდებოდნენ აი ამ სიხშირით ტრიალზე, როგორც თქვენ ატრიალებთ საკუთარ პროდუქციას? სხვა ტელევიზიები მე მთხოვან რომ მე ვიტანო მათთან პროდუქცია, მე უბრალოდ კონკურენციის თვალსაზრისით არ მიმაქვს ჩემი პროდუქცია სხვა ტელეკომპანიებში, განსაკუთრებით ეს ეხება ლექსენს, ვინაიდან ეს წმინდა კონკურენციის თვალსაზრისით ლაპარაკობ, ვინაიდან ამ მომღერლებს ჩვენი ტელეკომპანიისთვის მოაქვთ რეიტინგი. ანუ მათი ხილვა შეიძლება მხოლოდ ჩვენთან. თორემ მე დამეთანხმება იგივე მეც ხარ, რომ გუშინაც მაგალითად გიორგიმ თქვა წყალცხიანში მე ვიტანო. იმიტომ კი არა რომ ამის გადაცემა არ მოხდეს ან ეს აქ პირიქით დიდი მადლობა მათ, მაგრამ აქ არის კონკურენციის მომენტი მხოლოდ. თორემ მე ვიცი რომ რატომაც არ დაატრიალებდა სხვა ტელეკომპანია ისეთ მომღერალს, რომელიც არა მარტო ჩვენს რეიტინგში, არამედ რადიო რეიტინგებში, ინტერნეტ გამოკითხვებში მუდმივად იკავებენ საპრიზო ადგილებს. დაატრიალებდა, მაგრამ იგივე სიხშირით, როგორითაც თქვენ ატრიალებთ. ნუ ჩვენ მუსიკალური ტელევიზია ვართ. ჩვენ ბუნებრივია ხშირად ვატრიალებთ ყველას. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აი დღეს მაგალითად ზუსტად იგივე რაოდენობით ტრიალებს ირაკლი ჩარკვიანის ახალი კლიპი, ბურდულის ახალი კლიპი, როგორც ტრიალებს ლექსენის ახალი კლიპი. უფრო მეტჯერ არ ტრიალებს არც ლექსენი და არც გინამიკაბელი. იგივე რაოდენობით ტრიალებს. კიდევ ერთი კითხვის საშუალება გვაქვს. თამუნა კამარაული გადაცემა ამბობა. თქვენ როგორც მუსიკალური ტელეარხის პროდიუსერს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამა თუ იმ უგემოვნო და უხარისხო პროდუქციის, აი მუსიკის პროპაგანდა. აი როგორ გონიათ, აი მომავალ თაობას ამით გემოვნებას არ უკვე იწევთ? რაც შეეხება გემოვნებას, მე ვფიქრობ, რომ გემოვნებაზე ტელევიზია არ უნდა მოქმედებდეს. პირადად მე ჩემს შვილებს ვურჩევ წიგნს აიკითხონ და ტელევიზიით არ ჩამოეყალიბონ გემოვნება, ამიტომ ამ თემაზე საერთოდ არასერიოზულად მიმაჩნია საუბარი, ტელევიზიამ გემოვნება უნდა ჩამოეყალიბოს. ყველას ვისაც ესეთი სურვილი აქვს, ვურჩევ წიგნს აიკითხოს, უფრო კარგი არის ვიდრე უყუროს ტელევიზორს. ტელევიზორს სხვათა შორის დროის გაცდენის გარდა მე ვფიქრობ, რომ სხვა ფუნქცია არ აქვს. უბრალოდ ვისაც უნდა დრო თბილა დახარჯოს, უნდა უყუროს ტელევიზორს. და რაც შეეხება მდარე პროდუქციას, რომელიც ჩვენთან გადის, მე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ დავაარსეთ ესეთი მუსიკალური არხი, მუსიკალური გასართობი არხი, ჯერ წმინდად მუსიკალური მაინც არ არის ჩვენი არხი, იყო სულ 60 თუ 70 კლიპი არსებობდა. ბუნებრივია ჩვენ თუ სულ უცხოურ მუსიკას ვატრიალებთ, რატომ უნდა გვიყურონ? ჩვენ უყურებენ MTV-ს და სხვა ტელეკომპანიებს, რომლებიც ხარისხით რადასამალია და ჩვენ გვჯობია. ამჟამად არის 600-ზე მეტი კლიპი ამ წელიწადში, ანუ ჩვენმა ტელეკომპანიამ პირველმა სტერეომ მისცა ასეთი ბიძგი აი ამ ბიზნესს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს უკვე უფრო მეტი კლიპი და მეტი საშუალება, ჩვენ უკვე დავყავით კატეგორიებად, სხვათა შორის ვინც ადევნებთ თვალყურს სტერეოს, ალბათ ნახავდით, რომ ძალიან ბევრი კლიპი უკვე აღარ გადის ეთერში, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება მივცეთ მაყურებელს შედარებით კარგი ხარისხი. და კიდევ ერთი მომენტია, რომ მე სიამოვნებით ვატრიალებდი სულ კარგ კლიპებს. აი სიამოვნებით ვატრიალებდი. თუნდაც ახლა ირაკლია დღეს ჩვენთან სტუმარი, თუნდაც თქვათ სიტყვაზე ქათამაძეს. ნინოს, მაგრამ სწორად გამეგეთ ძალიან ხშირი ტრიალი მოქმედებს ხანდახან პირუკო, ანუ მომაბეზრებლად. აქედან გამომდინარე ჩვენ მაინც იძულებული ვართ შედარებით დაბალი ხარისხით შევურიოთ, რომ ეს არ იყოს მომაბეზრებელი. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ 2 წლის მერე იქნება უკვე იმის საშუალება, რომ თქვათ სტერეოზე რომ მოხდეს კლიპი ამისთვის ძალიან რთული გზა უნდა გაიაროს, იმ გაგებით, რომ ძალიან ხარისხიანი უნდა იყოს. მაგრამ ეს არის დასაწყისი, მე მესმის, რა თქმა უნდა. ბევრი ისეთ სიმღერაც არის და კლიპიც, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება უფრო სწორედ მომავალში არ იყოს ღირსი, რომ გავდის, მაგრამ ჩვენ ეხლა ვიწყებთ. ამიტომ შეცდომებიც ბევრი არის და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ბატონო მამუკა. იმედი მაქვს ჩვენ ჟურნალისტებს კიდევ მიეცემათ შეკითხების დასმის საშუალება. ჩვენ კი რამდენიმე წუთში შევხვდებით მეორე სტუმარს. ეს გახლავთ პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელიც შოუ-ბიზნესის წრეებში უფრო მეტად მამულიჩას სახელითაა ცნობილი. მაგრამ მანამდე რუბრიკაში დოსია, სოფლიოში ცნობილი პროდიუსერები და მათი საქმიანობის პატარ-პატარა დეტალები.
ჯორჯ მარტინი ლეგენდარული ბიტლზის არანაკლებ ლეგენდარული პროდიუსერი, პიროვნება ნოვატორი, რომელიც დაუღალავად ეძებდა ახალ მუსიკალურ ხმოვანებას და ხშირად სწორედ ისასხამდა ხორცს ბიტლზის ცოტა არ იყოს გაურკვეველ სურვილებსა და მოთხოვნებს. მისი ხელმძღვანელობით მოხდა ჯგუფის წევრების მოწიფულ, ხელოვან პიროვნებებად ჩამოყალიბება. ბიტლზის 30 ნომერ პირველი ჰიტიდან 30-ვე ჯორჯის პროდიუსერობითაა შექმნილი. მარტინმა ჯგუფი სწორედ მაშინ გაიცნო, როდესაც მათი მენეჯერი თავის მხრივ ბიტლზის აღმომჩენი ბრაიან ეპშტაინი სასოწარკვეთილი ეძებდა ხმისჩამწერ სტუდიას ბიჭებისათვის. სწორედ ის ეპშტაინი, რომელმაც მოუხეშავ საშინელ მანერების მქონე ლივერპულელებში რაღაც ძალიან საინტერესო დაინახა. კონტრაქტიც გაუფორმა და სცენაზე თუ სცენის მიღმა ქცევის პირველი გაკვეთილებიც ჩაუტარა. როდესაც მისი შუაგდგომლობით ჯორჯ მარტინმა ბიტლზის ჩანაწერები მოისმინა, ჩათვალა, რომ ისინი შორს იყვნენ სრულყოფილებისაგან, მაგრამ ძალიან მოიხიბლა თავად ჯგუფის წევრები. ჯორჯმა და ბიტლზებმა ერთმანეთს პირველ რიგში სწორედ ადამიანურად გაუგეს და ამან განაპირობა მათი ერთობლივი წარმატება. თავიდან მარტინს დიდი სიმკაცრეც კი დასჭირდა ჯგუფის წევრებთან, რათა მათში დამალული უდიდესი ნიჭი გამოევლინა. როგორც ჯორჯი ამბობდა, დასაწყისში მუსიკოსები საერთოდ ვერ ახერხებდნენ სიმღერების დაწერას. ისინი ვერ აცნობიერებდნენ თუ რა ტალანტს ფლობდნენ. მადონას პირველი ჰიტების პროდიუსერი იყო ჯონ ჯელიბენ ბენითეზი. სწორედ მას მიეწერება პოპ დედოფლის დიდ შოუ ბიზნესში გამოჩენა და პოპ და საცეკვაო მუსიკაში მიღწეული პირველი წარმატებები. მისი პროდიუსერობითა და ავტორობით შეიქმნა მადონას პირველი ჰიტები Borderline, Lucky Star, Burning Up და რაც მთავარია Holiday, რომელიც ნამდვილ ჰიმნად იქცა. შემდეგ მადონამ ჯელიბენის გარეშე გააგრძელა წინსვლა და თავად დაიწყო საკუთარი კარიერის ყოველი ასპექტის გაკონტროლება. წლების მანძილზე ის თავადვე არჩევდა პროდიუსერებს კონკრეტული ალბომებისათვის. მოგვიანებით დაარსა ხმისჩამწერი სტუდია, გამოუშვა ციკლი Sex და ალბომი Erotica. თუმცა ამ ალბომიდან გამოცემული სინგლებიდან ვერც ერთი ვერ მოხვდა ამერიკული ჩარტების პირველ ადგილზე. ეს მადონას კარიერის დაღმავალი ფაზა იყო. მდგომარეობიდან გამოსავალს მომღერალმა ისევ პროდიუსერებთან თანამშრომლობაში დაუწყო ზებდა. ასეთ პარტნიორებად მან ნელი ჰუპერი და Babyface აირჩია. ამ უკანასკნელთან ერთად შექმნილი სიმღერით Take a Bow მადონა კვლავ დაუბრუნდა ამერიკული ჩარტების პირველ პოზიციას. 1998 წელს გამოცემული Ray of Light-ით კი საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ნამდვილად პოპ მუსიკის დედოფალია. ამაში მას ბრიტანელი პროდიუსერი უილიამ ორბიტი დაეხმარა, რომელმაც ამ ნამუშევრისათვის გრემიც დაიმსახურა და მას შემდეგ იქცა ადამიანად, რომელსაც ყველაზე გამოუვალ შემთხვევებში მიმართავენ ხოლმე მომღერლები. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში პროდიუსერმა კი არ აღმოაჩინა მომღერალი, არამედ პირიქით. მადონამ აღმოაჩინა ორბიტი და მოისურვა მასთან თანამშრომლობა, მას შემდეგ რაც მისი სამუშაო ჩანაწერები მოისმინა. ამერიკელი და არა მარტო ამერიკელი თინეიჯერების კერპი ბრიტნი სპირსი მაშინ აღმოაჩინა პროდიუსერმა, როდესაც ის ჯერ კიდევ 8 წლის იყო და დისნეის არხის ერთ-ერთ შოუში, Mickey Mouse Club-ში მონაწილეობას სურდა. შოუსათვის ბრიტნი ძალიან პატარა აღმოჩნდა, მაგრამ შოუს პროდიუსერმა შენიშნა მისი ნიჭი და ნიუ-იორკში გააგზავნა, სადაც ბრიტნი 3 წლის მანძილზე საცეკვაო სკოლასა და პროფესიული სასცენო ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. 15 წლის ბრიტნის ჩანაწერები ჯაივის სტუდიაში მიაქვს და ასე უკავშირდება პროდიუსერ ერიკ ფოსტერ ვაიტს, რომელიც ადრე Boyzone-თან და Whitney Houston-თან მუშაობს. მაგრამ სახელი და პოპულარობა მისთვის პროდიუსერ მაქს მარტინს მოაქვს, რომელიც იმ დროისათვის ძალიან ცნობილ Backstreet Boys-თან, Ace of Base-თან და Robin-თან თანამშრომლობს. გავარსკვლავების ტაქტიკა მარტინმა შესანიშნავად გათვალა. დაწერა სადებიუტო ჰიტი Baby One More Time, რომელიც ძალიან წააგავდა უკვე პოპულარული Backstreet Boys-ის სიმღერებს. შეუქმნა ბრიტნის თინეიჯერული, მიამიტურად სექსუალური იმიჯი და წარმატებამაც არ დააყოვნა. მოგვიანებით ბრიტნი გადაწყვეტს, რომ გამოვიდა თინეიჯერული იმიჯის ასაკიდან. მუშაობას პროდიუსერის გარეშე აგრძელებს და იმიჯსაც ხაზგასმულად სექსუალურს ხდის. რითაც განსაკუთრებულად ახალს ვერაფერს ამბობს. სამაგიეროდ მის ახალ კლიპს ამერიკულ სატელევიზიო ეთერში კრძალავენ გადაჭარბებული ეროტიკულობის გამო. სანამ პროდიუსერობით გაითქვამდა სახელს, Dr. Dre-მ შავკანიანთა მუსიკაში სრული გარდატეხა მოახდინა და თანამედროვე განგსტერულ რეპს დაუდო საფუძველი. პარალელურად ის პროდიუსერულ საქმიანობასაც იწყებს და პირველ სერიოზულ წარმატებას აღწევს Snoop Doggy Dogg-თან თანამშრომლობით. ამ უკანასკნელის სადებიუტო ალბომი Doggy Style ჩარტებში მყარად იჭერს პირველ ადგილს და შემოსავლის თვალსაზრისით რეკორდს ამყარებს. პარალელურად ის მუშაობს Ruthless რეკორდისათვის. 1990-91 წლებში მის მიერ პროდიუსირებული 8 ალბომიდან 7 პლატინის სტატუსს იღებს. თავად Dr. Dre ასეთი განცხადებით გამოდის. მე შემიძლია 3 წლის ბავშვი ავამღერო და მისი საშუალებით ჰიტ ჩანაწერი შევქმნა. 1998 წელს პროდიუსერმა ლოს-ანჯელესის რადიოთი მოისმინა მაშინ ყველასათვის უცნობი ემინემის ცოცხალი იმპროვიზაცია და მას შემდეგ ნამდვილი ნადირობა დაიწყო ამ მიჩიგანელ რეპერზე. ცოტა ხანში ის კონტრაქტს უფორმებს თავის აღმოჩენას და გვევლინება ემინემის ალბომების პროდიუსერად. ალბომების, რომლებიც უდიდეს წარმატებას იღებს. ეთერშია თოქ-შოუ პრესი და ახლა უცხოელი პროდიუსერებიდან ისევ ქართველებზე გადმოვიდასხოთ. წარმოგიდგენთ ჩვენს მომდევნო სტუმარს, ეს გახლავთ პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, გამარჯობა. სტუმრისათვის ჩვენი მორიგი სტუმარი პროფესიით ეკონომისტია.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებში მიუღია მენეჯერად მუშაობის დიდი გამოცდილება. 4 წლის წინ შოუ ბიზნესშიც სცადა საკუთარი ძალები. მეუღლეობის გარდა პროდიუსერობას უწევს ლელა ძოძომიას. რამდენიმე ხნის წინ დაიწყო მუშაობა თაკო გაჩეჩილაძესთან. წარსულში 2 წლის განმავლობაში იყო სტეფანეს მენეჯერი. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი კოზირია ინტუიცია, ხოლო მთავარი იარაღი ენა. ისევე როგორც იმ ადამიანებისა, ვისაც ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგი უკავია. ახლა მე სწორედ მათ გადავცემ. დავით. ლალი ფაცია ჟურნალი თბილისელები. საინტერესოა, მიიჩნევს თუ არა თავად ბატონი კახა წარმატებულ პროდიუსერად თავს. მიიჩნევ. რა თქმა უნდა. უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება ამაზე საუბარი და დასახელდეს რამდენიმე პროექტი, რომელმაც მართლაც წარმატება მოუტანა. თვითონ როგორ გქონდა? პირველ რიგში, ჩემი წარმატების სატენდერად შეიძლება ჩაითვალოს ჩემი მეუღლე. და მასთან დაკავშირებული ყველა პროექტი. ეს არის იგივე ფილარმონია, ეს არის იგივე სპორტის სასახლე, მისი სოლო კონცერტი და ეს ალბომები, რომელიც ჩვენ ერთად გამოვაშვით. თაკო აგარაშვილი ჟურნალისტა რა, თქვენ ჩაგივარდათ ხელში ისეთი ძალიან კარგი მომღერალი, როგორც ერთ თაკო გაჩეჩილაძე. სულ ჩანს ლელა, თქვენ მისი პროდიუსერიც ხართ და თაკოსიც. აი ლელა არის ყველგან, არც სტეფანე იმარლებოდა, რატო გვიმალავთ ამ მარგალიტს? სხვათა შორის მე არავის არ მალავ, ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვიცვისებთ ამ ბაზარს და ვცდილობთ, რომ აი ნელ-ნელა შევიჭრათ იგივე რადიო ეთერში, იგივე სატელევიზიო ეთერში და მე ვფიქრობ, რომ ნელი ტემპით უფრო მეც მიახსოვ, იმიტომ რომ დღესდღეობით შოუ ბიზნესში ადგილის დამკვირვება არის ძალიან რთული და მით უმეტეს დღესდღეობით შოუ ბიზნესი არის ძალიან ძვირი სიამოვნება, დაკავშირებულია ბევრ ფინანსებთან და ერთ-ერთი პრობლემა რა თქმა უნდა ისაც არის, რაც აყენებს მის ცოტა წინსვლას. ამდენი ხნის განმავლობაში მეკვირს, რომ კლიპების ამბავი არც თუ ისე სახარბიელოა თქვენ და თაკოს ალიანსში. კლიპები იქნება სულ მომავალში. ველოდები. რეზო კაკულია, ფორტუნა პლუსი. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ გადაცემაში მოწვევისთვის და ასევე ეს გადაცემა პატარა პაუზის შემდეგ ისევ აღდგა, გილოცავთ მაესტროს ამ გადაცემის განახლებას, აქვე ეს გადაცემა პრესი იმ თავითვე ესეთი რაღაც გადაცემა იყო, რომ აი პრესი, ხო უნდა დაუპრესოთ ვიღაცა და ალბათ ვინც მე პირადად მიცნობს, ცოტა გაუკვირდება, რომ მე აქ რა მინდა, იმიტომ რომ არ გამოვრჩევი არასდროს რაღაც წარენით და ასე შემდეგ, უბრალოდ შეკითხვა მაქვს მამულჩასთან, აი ლელა და თაკო, ხო? ასე თუ ისე მაინც ორივე ერთი სტილის მომღერლები შეიძლება ჩაითვალონ, ეს არის თქვა იგივე ესტრადა, აი პოპულარული პოპ მუსიკა, ხო? თუ აპირებ შენ თქვა ვინმეს აყვანას კიდე სხვა ფორმატისას, მაგალითად როკ შემსრულებელს, ან ჯაზ შემსრულებელს, ვიღაცას ბლუზი, არა, მაგაზე მინდა რეპერი. არა. არც არავინ არ დაკონტაქტებია, აი თვითონ შენ სადმე თუ ყოფილა ეს შეკითხვაც მაქვს ინტერესი, სხვა რომელიმე მომღერლის გარდა დაკონტაქტებია ვინმე და როგორც წარმატებულ პროდიუსერს, თქვა შემოუთავაზებია შენთან თანამშრომლობა. ძალიან დიდი მადლობა მე თუ ვითვლები წარმატებულ პროდიუსერად, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ იგივე როკი, იგივე ალტერნატივა საერთოდ არ მაინტერესებს და არასოდეს არ დავინტერესებულა. ამიტომ ჩემ მიმართება უფრო სოულთან ახლოს არის, ვიდრე დანარჩენ მიმდინარეობებთან. და შეეხება შემოთავაზებს ბევრი ყოფილა, მაგრამ არის ესეთი გამოთქმა self made man, ანუ ადამიანმა რომელიც თავის საკუთარი თავი თვითონ შექმნა. აი ლელა ხშირად აღნიშნავს ამას, რომ თვითონ შექმნა თავისი თავი და მიაღწია დიდ წარმატებას. მე მაინტერესებს, აი დღეს რომ აღარ იყოს მამულიჩა ლელას პროდიუსერი, რაიმე შეიცვლება ლელას კარიერაში. ანუ რამდენად შეუცვლელი პროდიუსერია კახა მამულაშვილი ლელასთვის. მე საერთოდ ვიტყვიეთ რაღაცას, რომ საერთოდ უაზროდ მიმოჩნია იმ თემაზე ლაპარაკი, რომ შეიძლება მომღერალმა, რაც არ უნდა პოპულარული იყოს პროდიუსერის გარეშე და მიაღწიოს რამეს პროდიუსერის გარეშე. რაც შეეხება ლელას, მე არ ვიცი რა შეიძლება, მაგრამ მე მგონი ჩვენ წარმატებული წყური ვარ და არ ამგონია ვინმე ახალმა რამე შემატოს
შეიძლება საზღვარგარეთ რუსეთში კი, მაგრამ საქართველოში არ მგონი. ნინა მურგულია, ჟურნალი რეიტინგი. მე ვისურვებდი, რომ პროდიუსერებს დღევანდელ ჩვენს ქვეყანაში, ქართულ პროდიუსერებს მოეშოლებინათ იარაღად განათლება და არა ინტუიცია, იმიტომ რომ ყოველთვის არ ამართლებს ხოლმე. თქვენ გაქვთ თუ არა განათლება ამ სფეროში და თვლით თუ არა საჭიროთ რომ გქონდეთ ეს განათლება, თუ მარტო ინტუიციაზე უნდა იყოს დამყარებული? მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ საქართველოში ჩემთვის მნიშვნელოვანია უფრო პრაქტიკა, ვიდრე თეორია. რაც შეეხება განათლებას, ზოგადი განათლება შენილად ფლობ და ის განათლება ზუსტად მეხმარება ამ საქმეში და საკმარისია რა. და ამ ეტაპზე მე უფრო პრაქტიკული ვარ ვიდრე თეორიაში. კი ბატონო, მაშინ კიდევ ერთი კითხვა, ვინ არის პროდიუსერი, თუ შეგიძლიათ გითხრათ? პროდიუსერი არის ადამიანი, რომელიც ირჩევს მომღერალს და რომლისგანაც შეუღლობს ფულს. ეს ფული იშოვება, რომ შეყავს კომერციულ ბაზარზე. და პრინციპში მინდა გითხრათ, რომ ეს პატარა გადასვლას გავაკეთებ ერთ-ერთ მე მგონი ზუმბას უსმენდი. მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ მე საერთოდ არ მესმისო, რას ნიშნავსო კომერციაო და როდესაც ბაზარს ვაწვიო რაღაც სიმღერა. მე მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა. შოუ ბიზნესი არის ჩემი შემოსავლის წყარო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკა დღესდღეობით უფრო მნიშვნელოვანია დაულაგებელ ქვეყანაში, ვიდრე თეორია. ალბათ მიმიხსენებთ ახლა, მეტად აღარ მინდა. რატომ აღარ მუშაობთ სტეფანესთან და რატო გამოვიდა წარუმატებელი თქვენი ტალღა? ვაჭრევად ეს ბოლო შეკითხვაა. ბატონო, სხვათა შორის მე ვიყავი სტეფანის მენეჯერი. რაც შეეხება წარუმატებლობას, ჩვენ ურთიერთობას მე წარუმატებლობას ვერანაირად ვერ დავარქმევ. თქვენ რაც მე წარუმატებლებაში მე ვერ ხვდები, მაგრამ დაშორების მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ მე ვიყავი სტეფანის მენეჯერი და არა პროდიუსერი. ანუ ის იყო დამოუკიდებელი თავის არჩევანში, მე ჩემში და რასაც მივყავდით ბევრ წინააღმდეგობაში და ბოლოს გადაწყვეტეთ, რომ ორივე მეგობრები დარჩენილიყავით და ის თავის გზამ აირჩია, მე ჩემი გზა ვირჩი. ძალიან დიდი მადლობა, მე კი შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთში მორიგი სტუმრის ამპლუაში იხილავთ პროდიუსერ ირაკლი ნადარეიშვილს, რომელიც ჩვენი ორი სტუმრისაგან განსხვავებით დიპლომირებული პროდიუსერია. მანამდე კი ვნახოთ, სად შეიძლება საქართველოში და შეიძლება თუ არა საერთოდ აითვისო გულისხმობ ოფიციალურ განათლებას პროდიუსერის პროფესია. 4 წლის შემდეგ საქართველოში გაჩნდებიან ადამიანები, ვისაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომში პირდაპირ ასე ეწერებათ: შოუ ბიზნესის მენეჯერი. მომავალი პროფესიონალების აღზრდა და განათლების სარისკო საპასუხისმგებლო მისია საკუთარ თავზე სამამულო შოუ ბიზნესში ღრმად შეხედულმა ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსმა დავით ოქიტაშვილმა აიღო. ნუ თემა დავწერეთ ჩვენ, რაც ფიქრობთ თქვენ ქართულ შოუ ბიზნესში მოღვაწე პროდიუსერად. ვინ არ დაწერა? მე ვფიქრობ, რომ ჩამოყალიბებული ნორმალური ადამიანები იქნებიან და თავარი ექნებათ გემოვნება, როგორ უნდა იმუშაო. უმეტესად იცით, ჩვენი მუშაობა არის პრაქტიკა. მათ აქვს შეხვედრა აი პროდიუსერებთან, მომღერლებთან და ეს იმიტომ რომ არ არსებობს დოკუმენტაცია იმისა, რომ თქვა რა არის ქართული შოუ ბიზნესში მოღვაწე პროდიუსერი, არ არის. თუმცა თეორიული თვალსაჩინოების არარსებობას სტუდენტები დიდად არ განიცდიან. რადგან ბატონი დავითი ბევრად უფრო შთამბეჭდავად და მოწადინებით ახერხებს თეორიის შესვლას პრაქტიკული თვალსაჩინოებით. პოტენციურ პროდიუსერებს გარდა მოქმედ პროდიუსერებთან შეხვედრებისა უწყობენ საკმაოდ სერიოზულ გამოცდებსაც. მაგალითად, ერთი თვის მერე იწყებენ, არის გრანტი გამოყოფილი $5,000, მათ მომღერალი უნდა შექმნან ბავშვისგან, უნდა გადაუღონ კლიპი. ასე რომ როგორც ბატონი დავითი ამბობს, მალე საქართველოში პროდიუსერ მენეჯერების ახალი ტიპი შეიქმნება. ხოლო იმისათვის, რომ ტიპიურად ქართული ტრადიცია, მოდური პროფესიების ბუმი და ამ ბუმის მავნე ზეგავლინა თავიდან აიცილონ, თურმე წინასწარ ფიქრობენ. ამ ფაკულტეტის გარშემო ძალიან დიდი აჟიოტაჟი. მე მინდა ხმამაღლა განმაცხადო, რომ მე 4 წლის განმავლობაში ჯგუფს არ ავიყვანე, შეიძლება საერთოდ აღარ ავიყვანე. იმიტომ რომ აქ არ არის საქართველოში ბაზა ისეთი შოუ ბიზნესში, ყოველ წელს გახსნა ფაკულტეტი და მე ბავშვები დატოვა უმუშევარი. ოფიციალურ განათლება მიღებული პროდიუსერების ცოდნის შედეგს სრულად მხოლოდ 4 წლის შემდეგ ვიხილავთ. მაშინ, როცა მათ ხეზე აცოცებად შეეძლებათ. მე ვფიქრობ, რომ ქართულ შოუ ბიზნესში ამ 16 ბავშვის მოსვლით ძალიან ბევრი რამე შეიძლება, იმიტომ რომ მე მათ ახლა ბოლომდე ხეზე ასვლას არ ვასწავლი, ცოცვას. მე ვასწავლი 4 წლის მერე და იმიტომ ვთქვი, რომ მე ჯგუფს არ ავიყვანე, იმიტომ რომ მე ამათ ვასწავლი ბოლოს ხეზე როგორ უნდა აცოცდე.
მოკლედ 4-5 წლის შემდეგ ვნახავთ დაეთყობა თუ არა ახლად გამომცხვარი პროდიუსერ მენეჯერების ხელი ქართულ ეროვნულ ესტრადას. მანამდე კი ჩვენს გადაცემაში მორიგი სტუმარია ირაკლი ნადარეიშვილი. გამარჯობათ. როგორც უკვე გითხარით, ირაკლი ამ სფეროში ჯერჯერობით ისეთი იშვიათი ნივთის მფლობელია, რასაც პროდიუსერის დიპლომი ჰქვია. 2003 წლიდან მუშაობს მომღერალ ნინო ქათამაძესთან. პირველი რაც მან დაუფიქრებლად და დაუყოვნებლივ შეცვალა, ეს იყო მომღერლის გარეგნული იმიჯი. მოკლედ დადგა დრო შეკითხვებისა და რომელი დაიწყება. ირაკლი, მოგესალმებით, მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. უკვე აქ ერთხელ აღინიშნა და საერთოდ ძალიან კარგად ცნობილი არის ჟურნალისტებისთვის, რომ თქვენ ხართ საქართველოში ერთადერთი დიპლომიანი პროდიუსერი. და ისტორიად აქედან გამომდინარე მინდა დავსვა კითხვა, კითხვას შემიძლია პრინციპში ახლავე დავსვა. როგორ შეაფასებთ თქვენი მხრიდან ამ საქციელს, როგორც დიპლომიანი პროდიუსერისთვის არის თუ არა ეს შესაფერი და ამართლებთ თუ არა დიპლომს, რომ გავიხსენებ იმ სკანდალს, ალბათ მიხვდით, რომ გვერდს ვერ აულით, როდესაც აქ მოდიოდით ამ თემაზე ლაპარაკს. გავიხსენებ სკანდალს, რომელიც თქვენი და ნინოს თანამშრომლობის ძალიან ფაქტობრივად პირველივე ეტაპზე მოხდა. ეს სკანდალი იყო მელოდია არტთან და მე მგონი ყველამ ძალიან კარგად ვიცით და აღარ გავიგრძელებ სიტყვას, ყველამ კარგად ვიცით აქ რა მოხდა და მხოლოდ იმას გავიხსენებდი, რომ როდესაც პრესკონფერენცია შედგა ამ თემაზე, დაგვირიგეს პრესრელიზები, რომელიც ძალიან საკმაოდ მრავალგვერდიანი იყო, რომელიც თრილერის სიუჟეტს, სცენარს უფრო გავდა, მაგრამ აქ იყო ერთი რამ თქვენი და არტიმედის მელოდია არტის ესეთი განხეთქილება, ხო? როდესაც თქვენ შეთანხმდით ალბომის ჩაწერაზე, აქ თორქების პრობლემა იყო. ალბომის ჩაწერაზე, იმათ არ ქონდათ ამაზე დაფინანსება დაწყებული ალბომის დაფინანსება, თუმცა ხელმოწერილი ხელშეკრულება ჯერ არ იყო. ისინი თქვენი ფაქტობრივად არც ბიძაშვილები იყვნენ და არც მამიდაშვილები და არც მე მგონი ბავშვების მეგობრები. ეს თქვენი მინუსი ხომ არ არის შემთხვევით, რომელიც მით უმეტეს არ ეკადრება და არ შეეფერება დიპლომიან პროდიუსერს. ამაზე თქვენი აზრი მაინტერესებს. მოგახსენებთ, ამ შემთხვევაში რაც მელოდია არ შეეხებოდა, აქ დაფიქსირდა ჩვენი მხრიდან მათი პოზიცია და მათი ასე ვთქვათ მიმართულება თუ რატო განხორციელდა მათი მხრიდან ესეთი ქმედებები. მე არ მსულვარ სასამართლოში და არ მიჩივლია მათთვის, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ მე ამის იურიდიული ბაზა რეალურად არ მქონდა. გამომდინარე აქედან ჩვენ ალბომის ჩაწერა დაწყებული გქონდა. უბრალოდ ამ პრესკონფერენციაზე ზუსტად ამ კონფლიქტი რომელიც მოხდა, საუბარი იყო თუ რა მიზნები ამოძრავებდა კონკრეტულად საპროდიუსერო კომპანიას, რომელშიც არ იყო გაერთიანებული ნინო ქათამაძე. აი ეს იყო და ეს იყო ფაქტები, რომელიც მე მოვყევი პრესკონფერენციაზე და პრესრელიზში ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ანუ ფაქტობრივად მე მოვუყევი მედიას და ყველას თუ რამდენად ეს ყველაფერი იყო ახლოს რეალურ ურთიერთობასთან და არანაირად არ იყო თქვათ ჩემი პრეტენზია, რომ აი ხელშეკრულებას ხელი არ ქონდა მოწერილი და აი რატო არ მოწერდა. ეს იყო უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია, თორემ ჩვენ ის ალბომები გამოვუშვით ისეთი უფრო მეტად წარმატებულად, ვიდრე მელოდია არტთან ერთად გავაკეთებთ ამას. ეს მათი სურვილი იყო და შემდეგ მათვე გაწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა, რასაც ჩვენი მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოყვა. საშა კაცმანი, რადიო პროდიუსერი. სამომშვიდობისა ბატონებო, თქვენ პირველად მოგმართავთ უყველას. თავისებურად, ესე იგი, არის ესეთი პატარა გაურკვევლობა, როგორც ჩვენ ხუმრობთ რადიოში ხშირად, remix covers და სიტყვაზე remix შორის, ხო? აი იგივე გაურკვევლობა ცოტა, ესე იგი, producers, managers და promoters შორის. მე მინდა ამ თემას თქვენ ყველამ შეერხოთ, თავისებურად თქვენი აზრი გამოთქვათ, რამდენად შეესაბამება პროდიუსერის წოდებას იმას, რაც თქვენი მოღვაწეობა ქვია. ეს პირველი კითხვა. და მეორე კითხვა, კახას ნათქვამი იყო, რომ მე ამითი ფულს ვშოვ. ანუ მე მინდა რომ გაიცეს პასუხი ისევ და ისევ მე მინდა მოვისმინო თქვენი აზრი, რამდენი უნდა ჩაიდოს და რა კრიტერიუმებით მიხედვით საქართველოში მომღერალში, ანუ თქვა არა მომღერალში, არა გამომცხვარ მომღერალში. რა კრიტერიუმის მიხედვით ადის ეს შკალა ფასის
პირველი, ანუ ნიჭიერი ან ნაკლებად ნიჭიერი შეუძლია ცოცხლად სიმღერა არ შეუძლია და ასე შემდეგ, ეს მომენტები ძალიან მაინტერესებს თანხასთან დაკავშირებით, რადგან თუ შოუ ბიზნესზე ვლაპარაკობთ, ალბათ ვლაპარაკობთ ისევ და ისევ ბიზნესზე. და მე მაინტერესებს რა ინვესტიცია არის ჩასადები ამ შემთხვევაში, რა კრიტერიუმებით სარგებლობთ თვითონ თქვენთაგანი ამ ინვესტიციის განსაზღვრაში და რა რეალური შანსი არსებობს საქართველოში, რომ ამოიღო აქედან მოგება. მადლობა. რაც შეეხება კონკრეტულ თანხას, ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან ისეთი ფართო სპექტრი არის. შეიძლება ეს იყოს თანხა, შეიძლება ეს იყოს ნაცნობები, შეიძლება ეს იყოს შენ საკუთრებაში მქონე სტუდია, ტელევიზია და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს თანხა ძალიან მერყეობს კონკრეტული პროდუქტიდან გამომდინარე. კრიტერიუმები ინვესტიციის არსებობს ჩვეულებრივი, რაც არსებობს კლასიკურად კრიტერიუმები, ეს არის უცნობი მომღერლის რეპერტუარის შექმნა, მერე დაგეგმვა მისი ბაზარზე გამოყვანის, მისი ალბომის გამოშვება, თანდევი, ასე ვთქვათ, PR კამპანიები, რომელიც ხდება ხოლმე და ასე შემდეგ. ახლა მე რო კლიენტად მოვიცვა მთელი კრიტერიუმები, უნდა ლექცია ჩაგიტაროთ საპროდიუსერო საქმიანობის და ეს მოკლედ რო გითხრათ, აი ფაქტიურად ეს არის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ თქვენ გავგანათლებოთ და შეგიძლიათ რომ ლექცია დაგვიკითხოთ, მაგრამ მე მაინტერესებს კონკრეტულ შემთხვევაში სიტყვაზე აყვანილი პირად დაახლოებით შეიძლება ალბათ თანხაზე ივარაუდოთ, თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში მე გულისხმობ თქვენი ნაცნობობით, ახლობლობით რაც დაასახელეთ, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში მეორე ნაცნობობა ახლობლობა ფასმერხევს, რომ ფასოდ გაკეთება, მე მგონი იგი ტერმინი იქ არ არსებობს. და მე მაინტერესებს დაახლოებით რამდენი არის საჭირო იმისათვის, რომ აიყვანო, ალბომი გამოუშვა, გაარასკრუტყო და კონცერტი გააკეთო. აი ეტაპობრივად. მე როგორც პროფესიონალი გეტყვით, რომ ეგეთი კითხვის ფორმულირება არ არსებობს, რამდენი არის საჭირო, რომ აიყვანო მომღერალი, ალბომი ჩაწერო, კონცერტი გააკეთო და გაარასკრუტყო. ეგეთი მცნება არ არსებობს. იმიტომ რომ არსებობს გეგმა და გეგმის მიხედვით დგება ბიუჯეტი. მე შემიძლია გითხრათ, რომ $5,000-ად შეიძლება გაკეთდეს ეს და შეიძლება გაკეთდეს $15,000. თქვენ პირადად ახორციელებთ ინვესტიციას? ეს ნიშნავს პირადად ახორციელებ. მე გულისხმობ თქვენი ჯიბი. რა ნაწილი არის პირადი ინვესტიციები, ნაწილი არის მოზიდული თანხები, ნაწილი არის შემოსავლებიდან მოგება, რომელიც ისევ ტრიალდება შემდეგ კონკრეტულად მომღერალთან მიმართებაში. აქაც დავამატებ კიდევ, პროდიუსერი არ ნიშნავს იმას, რომ პროდიუსერი თვითონ უნდა დებდეს ფულს. შეიძლება ფული აბსოლუტურად სხვა ადამიანმა ჩადოს. აბსოლუტურად. მას შემდეგ, რაც თქვენ მინო კათამაძის პროდიუსერი გახდით, მინოს იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. ხომ არ გონიათ, რომ ამით მინოს რაიმე ზიანი მიაყენეთ? იცით რა არის? ნინოს იმიჯი შეიცვალა, იყო მცდელობა ამის. ჩვენ გარკვეულწილად მუშაობდით ამაზე, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ ნინოს იმიჯი შეიცვალა ამ შემთხვევაში. უბრალოდ როგორც ნინო თვითონ ამბობს ხოლმე, მას დღესდღეობით უფრო მეტი დრო აქვს იმისათვის, რომ ვთქვათ, იფიქროს იმაზე თუ როგორ გამოჩნდა სცენაზე, რა ფორმით წარდგეს სმენელის წინაშე. იყო საუბარი იმიჯის შეცვლაზე, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ მე მივედით იმ აზრამდე, რომ ეს საჭიროებას არ წარმოადგენდა. რაღაცა მომენტში ეს იყო ფაქტიურად ესეთი PR ხრიკი, რომელიც მედიის ინტერესს იწვევდა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ და შემდგომ ნინო ვთქვათ, ისევ თავისი ჩვეული ფორმით არის წარმოდგენილი სცენაზე. ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს, სწორედ ახლა აღნიშნეს, რომ აი რაც თქვენ გახდით ნინოს პროდიუსერი, რაც გარკვეულად შეიცვალა, თუნდაც მისი სტილი გარეგნულად, ვიზუალურად, ხო? მე ესეთი რაღაც მაინტერესებს, ხო არ აპირებთ აი ამ ცოტა რაღაც ცვლილებების შეტანას მის შემოქმედებაში. მე არ ვიცი, გლობალურად რო შეიცვალოს მისი საერთოდ სტილი და რაღაც, რა თქმა უნდა, ყველა მომღერალი თავის სტილში მუშაობს, ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ მე უბრალოდ მაინტერესებს ის, რომ ხო არ აპირებთ ნინოს რეპერტუარში ცოტაოდენი აი კომერციული, უფრო კომერციული სიმღერების შეტანას. მე მინდა ვთქვა ისიც, რომ იგივე მსოფლიოს მასშტაბით ყველა
ძალიან ბევრი მომღერალი, რომელიც თქვა მთელი ცხოვრება რაღაც ღეროდა, რაღაც ერთ სტილში მუშაობდა, მაინც აკეთებენ იმისათვის, რომ თქვა მოხდნენ იგივე ჩარტებში, ჰიტ პარადებში, სხვა ათეულებში, ოცეულებში, ერთი-ორ კომერციულ სიმღერას. აი მე მაინტერესებს თქვენ თუ აპირებთ ამას, მით უმეტეს, რომ ნინოს ვოკალური შესაძლებლობებით ეს საერთოდ ნიჭი ამის საშუალებას იძლევა. მე გეტყვით, რომ ნინოს რეპერტუარი კომერციული არის, ვინაიდან არის ესეთი კომპანია ნიკოლოემი, რომელიც აწარმოებს კვლევებს და მე სარგებლობ მათი მომსახურებით. დღესდღეობით ნინო არის ერთ-ერთი იმ მომღერალთაგანი, რომელიც არის ყველაზე ძვირად ღირებული. ანუ მისი გაყიდვის უნარიანობა, ეს არის ბილეთები, ალბომი და ასე შემდეგ, ყველაზე მაღალ თანხებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, კომერციას რაც შეეხება, იგი აბსოლუტურად დამარცხებს, ხოლო რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, მე მგონი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვანახეთ ჩვენ, რომ მან ერთი ალბომი გამოუშვა, მეორე ალბომი იყო ელექტრონული, ასე ვთქვათ, გოგი ძოძუაშვილთან, ეხლა იყო ფილარმონიაში ესეთი ეთნო-მუსიკალური პროექტი, რომელიც სრულად განსხვავდება წინა პროექტებისაგან და ფაქტობრივად ის სულ რეალურად არის ძიებაში და ახალი პროექტების შექმნაში. ეს ყველაფერი გასაგებია, მე უბრალოდ მხედველობაში მქონდა აი დღევანდელი აი სიტუაცია, აი ეს უფრო თქვათ იგივე ახალგაზრდობაზე, თინეიჯერებზე გათვლილი, თქვათ თუ გაქვთ მეთქი დაგეგმილი რაღაც ერთი-ორი სიმღერა, მაინც იმიტომ რომ მაინც არ არის დასამალი ის, რომ ნინო ქათამაძის მსმენელის სეგმენტი უფრო თქვათ 25-30-ის ზევით არის, ვიდრე აი ამას გულისხმობდი მე და ამის არანაირად, იმიტომ რომ ნინო არის მე ნინოს მივიშნე როგორც ძალიან სერიოზულ ინტელექტუალურ მუსიკოსს, რომელიც გათვლა თქვათ რაღაცა კონკრეტულ მასებზე, შეიძლება გათვლა ხდებოდეს კონკრეტული სტრატეგიებით, დაგეგმვით და სწორი მიმართულებით და არა მუსიკალური, ფაქტობრივად აქ უფრო საუბარი არის იმაზე, რომ შეიძლება მუსიკალური ხარისხი დაწიოდე იმითი. აქ არ შეიძლება რომ ის ხალხიც მოიცვა, მაგრამ ამისი ძალიან ბევრი სხვა ფაქტორები არსებობს, რის შეიძლება გაკეთდეს. სირაკლე მოგესალმებით. ჩვენ მთელი გადაცემის მსვლელობისას დომინირებს სიტყვა დიპლომი, ხო? რომ თქვენ ხართ კვალიფიცირებული უკვე პროდიუსერი. ჩვენ არაპროფესიონალებს გხდით აღვიხსნათ, აი თქვენ როგორც პროფესიონალი პროდიუსერი, რით ხართ თქვათ იგივე მამუკა ღლომძე, მამულიჩაზე, ნატო დუმბაძეზე მეტი, ან რით არიან ისინი ნაკლები, რა განსხვავებაა თქვენ შორის, აი ქართულ შოუ-ბიზნესში და იმ სფეროში, რომელსაც ემსახურებთ. თქვენ დამეთანხმებით ალბათ რომ შეხვდათ ნინო ქათამაძე, რომელიც ძალიან კარგი მომღერალი და პროფესიონალია, და თქვათ იგივე მამუკა ღლომძე, რომელსაც შეხვდა ლექსენი, რომელსაც არავინ არ იცნობდა. და დღეს უკვე არის ძალიან ცნობილი მომღერალი გარკვეულ მასებში, ხო? მაინტერესებს აი რა განსხვავებაა პროფესიონალ, კვალიფიცირებულ და არაკვალიფიცირებულ პროდიუსერებში. იცით მოგახსენებთ, რომ მე გარკვეულწილად მუშაობდი ზუსტად აი მაგ საკითხზე, რაც თქვენ მითხარით, მე გეტყვით, რომ საქართველოს და პოსტსაბჭოური სივრცე, როგორც რუსეთში, ისე ვთქვათ, სხვა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში არის ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, თავიანთი კანონები არის, იმიტომ რომ რაც კლასიკურად არის საპროდიუსერო რაღაცა თემატიკა, რასაც ჩვენ სწავლობ, მე გეტყვით, რომ რეალურად საქართველოში ძალიან ბევრი მათგანი არ მუშაობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება მამულიჩას და მამუკაც ჩემზე ბევრად უფრო წინ იყვნენ, მათ უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდათ ამ სფეროში მოღვაწეობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დღესდღეობით საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში ეხლა ყალიბდება შოუ-ბიზნესი და ის, ვთქვათ, როგორ გითხრათ, ფორმულა საპროდიუსერო, რაც ისწავლება, ეს არის ამერიკული და ევროპული, რომელიც შეიძლება საქართველოს გაიზიაროს და შეიძლება არ გაიზიაროს და მან ჩამოაყალიბოს თავისი საკუთარი რაღაცა კანონები. აქედან გამომდინარე, ჩემი, ვთქვათ, განათლება მე უბრალოდ მიადვილებს ურთიერთობას, იგივე დოკუმენტაციების შექმნას, პროექტების გაკეთებას, დაგეგმვას და ასე შემდეგ, თორე მე გეტყვით, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ აი რასაც მამულიჩა იძახოდა პრაქტიკა. იმიტომ რომ ფაქტობრივად აქ ეს ყველაფერი არის ჩამოყალიბების პროცესში. ძალიან ბევრი ის კანონები, რაც მაგალითად არის, რომ თქვა შეიძლება სასპონსორო წინადადება იწერება 10 გვერდიანი ან 7 გვერდიანი, საქართველოში უნდა დაწერო 1 გვერდი, იმიტომ მეც არ წაიკითხავენ უბრალოდ. ამიტომ აი ეს განსხვავება არის. აი თქვენ უკვე საკმარისი პრაქტიკა გაიარეთ, ხო?
ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთი ნინო ქათამაძე არ არის საკმარისი და თქვათ, აი მიგებადათ კოლეგებისთვის და რამოდენიმე მათგანი აგეყვანათ სხვადასხვა სფეროდან მიაღწევდით თქვათ იგივე შედეგს, რასაც ნინოსაც თან მიაღწიეთ. მე ვერ გეტყვით იცით რა არის, მე ეგეთი ჯერჯერობით არ მქონია ეგეთი მიზანი არ მაქვს, რომ სხვა მუსიკოსი ავიყვანო და კიდევ გეტყვით რატომ, იმიტომ რომ მე ჯერ არ ამომიწურია ნინოსთან ჩემი მუშაობის, ასე ვთქვათ, პერსპექტივები, ვინაიდან მე მას ვხედა უფრო ფართო ბაზარზე გამსვლელ მუსიკოს, ეს არის იგივე რუსეთის რეგიონი და ეს არის ევროპის რეგიონი. გამომდინარე აქედან ეს ძალიან დიდი სამუშაო არის და ძალიან ბევრ დროს მოიცავს. მე გეტყვით რომ ფაქტურად დრო არ მაქვს საერთოდ რომ კიდევ შემდგომი შემსრულებელი ავიყვანო. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მომენტს. შემდგომ შეიძლება თუ წარმატებული იქნება ეს ყველაფერი შეიძლება ვფიქრობ ეს. რამდენად ცივილურია ქართული შოუ ბიზნესი? ყოველთვის დასავლეთში შემსრულებლის და პროდიუსერის შორის არსებობს კონტრაქტი. მე რამდენადაც ვიცით, აი თქვენ ირაკლი ერთ-ერთი ის პროდიუსერი ხართ, რომელსაც ეს კონტრაქტი აქვს იურიდიულად დამტკიცებული, თქვენ თანამშრომლობთ ფირმასთან Eastern and Young თუ არ ვცდები. Eastern Young. და ანუ ის არის გარანტი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა იქნება ცივილური და იქნება, არ ვიცი, გამართლებული იურიდიულად და ასე შემდეგ. რას გაძლევთ თქვენ ეს კონტრაქტი და თუ აქვს, აი დანარჩენ პროდიუსერებთანაც მაქვს კითხვა, თუ აქვთ მსგავსი კონტრაქტები მათაც თავის მომღერლებთან, რა თქმა უნდა. აქვთ თუ არა ეს და თქვენ რას გაძლევთ? კონტრაქტი გაძლევს გარანტიებს, რა თქმა უნდა და უპირველეს ყოვლისა მე გეტყვით რომ ფაქტიურად როგორც შოუ ბიზნესი, ისევე ჩვენი საქმიანობაც ეს არის გარკვეულწილად რაღაცა მოგონილი ფარსი აქედან გამომდინარე. ის კონტრაქტი რომელიც არსებობს, იმ კონტრაქტს ჭირდება კანონმდებლობა, ანუ მე გეტყვით რომ შეიძლება კონტრაქტი გქონდეს, მაგრამ ის რომ შენ რეალურად რეზულტატი მიიღო, ანუ აი დარღვევები და შეიძლება ძალიან დიდი რაოდენობის დრო დაგჭირდეს და სახსრები, იმისთვის სრულად არ გიღირდეს ამისი განხორციელება. ამ შემთხვევაში ეს კონტრაქტი არის გარანტია ჩემი, რომ მესამე პირი მესამე პირი ვერ შეეხება იმ პროდუქციას, რასაც ქმნის ნინო. აი მაგალითად კონტრაქტში არის ასახული მომენტი, თანხა როგორ ნაწილდება, ხო, შემოსავალი და ასე შემდეგ. მე ვიცი რომ იყო ესეთი პრეცედენტი, როდესაც უთანხმოება მოხდა პროდიუსერის და შემსრულებლის შორის ზუსტად იმის გამო, რომ არ იყო გაფორმებული კონტრაქტი და ნუ რას ვთქვათ, მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი. აი თქვენს შემთხვევაში ეს არსებობს? კი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კონტრაქტი ითვალისწინებს რას? მე და ნინო ვართ პარტნიორები. ანუ როდესაც ვლაპარაკობთ. ხო, შეიძლება რომ აღარ იყოთ პარტნიორები, ხო, და სადაო სიტუაცია. ხო, რა თქმა უნდა, ის დაარეგულირებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იქ არის მითითებული, ვთქვათ, რაღაც ავტორო უფლებებზე, თანხებთან მიმართებაში, ხანგრძლივობაზე, კონტრაქტის მოქმედების ვადა და ასე შემდეგ. ანუ თქვენთან დაცულები ხართ, თქვენც და ნინო ქათამაძე და თუ აქვს აი მამუკას და კახას მე და კახას ერთმანეთში არ მოვჭერ, მაგრამ რაც შეეხება ჩემს მომღერლებს, მე მათთან მაქვს ანალოგიური კონტრაქტი გაფორმებული. მე არა მაქვს, გაჩეჩილოძესთან, მაგრამ ლევასაც არტემთან გაფორმებული კონტრაქტი, ამიტომ ლევაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ რაც მართალია, საჭიროა და ალბათ ცოტა ხანში ალბათ ჩვენ ჩამოვყალიბებთ ფირმას, სადაც უკვე იურიდიულად გავაფორმოთ კონტრაქტს. ირაკლი, მეტი თვალსაჩინოებისთვის კარგი იქნებოდა თქვენ დიპლომი რომ თან წამოგეღოთ და ჩვენც ნახავდით და დავრწმუნდებოდით. PR-ში ალბათ კარგად ერკვევით, ხო? ჟურნალისტებთან ურთიერთობას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ? ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ამისი ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიტანოთ. მე მოგიყვანთ მაგალითს, რომ თქვენ არ ანიჭებთ საკმარისად დიდ მნიშვნელობას, ჯერ თქვენ საუბრობთ და მე მოგეთ. მე გეტყვით, რომ მაგალითად ნინო ქათამაძე არის ერთ-ერთი, მე შევფიქრობ ალბათ იმ შემსრულებელთაგანი, რომელიც ჩვენ ყოველთვის პირველად ცალკე მედიისთვის ვაკეთებთ ხოლმე პრეზენტაციებს. ჩვენს კონცერტებზე ყოველთვის მედია არის დაპატიჟებული ხოლმე და რამდენადაც ვიცი, ზოგჯერ ცუდად იგლებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველანაირი ინფორმაცია, ანუ საშუალება მივცეთ, რომ გადაიღონ. ერთადერთი ფაქტორი არის უბრალოდ, რომ ნინოს
იმდენ და დიდ დროს უთმობს თვითონ მუსიკის შექმნას, რომ შეზღუდული არის მისი ურთიერთობა მედიასთან. ანუ ჩვენ მედიასთან ურთიერთობთ პრეს ბრიფინგების, პრეს კონფერენციების, პრეს კოქტეილების და ასეთი რაღაცეების საშუალებებით. იგივე ამ მაგალითს მოგიტანთ, რომ ფილარმონიის კონცერტის წინ ჩვენ სპეციალურად პრესისთვის გავაკეთეთ ესეთი პრეს რეპეტიცია, რაც ერქვა, რომ ჩვენ ფაქტურად ჩავდეთ ამაშის გარკვეული ინვესტიცია, ვიქირავეთ აპარატურა და მუსიკოსებმა შეასრულეს 15 წუთიანი ნაწყვეტი კონცერტიდან ექსკლუზიურად ჟურნალისტებისთვის. ანუ მათ რო ქონოდათ წარმოდგენა თუ რაზე იყო საუბარი. კი ბატონო. მაშინ მე გაგახსენებთ აჭარა მუსიკალში გამართულ 1 იანვარს გამართულ კონცერტს, სადაც 11:15 წუთი რომ მოვედი, მე გახელოთ ჟურნალ რეიტინგის წარმომადგენელი, თქვენ თვითონ დამპატიჟეთ ამ კონცერტზე. და მოვედი იყო რიგი სპორტის სასახლეზე გადაჭიმული, ზუსტად საათნახევრის განმავლობაში ვიდექი, ჩემთან ერთად იყო მაესტროს გადამღები ჯგუფი და თქვენ გამოგბრძანდით კაზინოს მხრიდან, სადაც თქვენი ახლობლები შეკავდეთ, აგრეთვე ჯემალი ბიციას და ვიღაცების ახლობლები და ნუ ეს ზოგადად ვამბობ, ანუ რაღაც მცველების და ვიღაცების ახლობლები და ჩვენ მე პირადად მოგიახლოვთ და გთხოვეთ, რომ საათნახევრის განმავლობაში გავიყინეთ ჩვენ და გვინდოდა თანაც კონცერტის მოსმენა, რომელიც იწყებოდა, დაწყებული იყო უკვე საათნახევარი, უკვე მიდიოდა კონცერტი. და მე არ მინდა და აჭარა მუსიკოლის დამლაგებლის ღირიმის მოსმენა, მე მინდა და ნიქვათამაძის სიმღერის მოსმენა. თქვენ მიმითითეთ, რომ ჩადეკით რიგშიო, თან კარები იყო დაკეტილი, იღებოდა ყოველ წუთში ერთხელ, ჩემთან ერთად იდგნენ აგრეთვე ბილეთიანი ადამიანებიც. რომლებიც ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ვერ მოხვდნენ კონცერტზე. როგორ ახსნათ? ვიცი, კი მე გეთანხმებით ამ შემთხვევაში, ეს სამწუხაროდ არ არის, ეს არის აჭარა მუსიკოლის საორგანიზაციო პრობლემა. მე მოგახსენებთ, მე ვიცით ვერა რომელ პრეცედენტს ლაპარაკობ, მე როდესაც ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერი იწყებოდა, მე ჩამომიყვანეს ქვევით და ფაქტურად პირდაპირ ეთერი დაგვიანდა ტელეკომპანიის მზის ტელეკომპანია მზეში და ფაქტობრივად აი ეს იყო რაღაცა პირველი ნაკადი, როდესაც მე მფლობელს ველაპარაკე აჭარა მუსიკოლის და მან გამიწია მე გარკვეულწილად რაღაცა შუამავლობა დაცვასთან და მე ისე იქ აირია. ანუ მე ვერანაირად ვერ დავარეგულირებდი იქ ვიღაცების აი ეს პირველი ნაკადი. ეს იყო არაორგანიზებული კონცერტი შევთანხმდეთ მაშინ. არაორგანიზებულია, მე არ შემიძლია რომ ვიყო ორგანიზატორი დაცვის და ბილეთების და მუსიკოსები. მე ვარ ორგანიზატორი იმისი თუ იქ რო დარბაზში რო შემოვბრძანდებით რა ხდება. არაგებთ თქვენ მიერ დაბადებული ჟურნალისტების შემოსვლაზე და იმაზე რომ მათ სურთ რომ გააშუქოთ ეს კონცერტი. თქვენი კონცერტის გასაშუქება. რა თქმა უნდა, აი რა მე ამის შემთხვევაში შემიძლია რომ კიდევ ერთი კარი გავხსნა, ანუ ამოვჭრა გვერდზე. მე ეს არის დარბაზი ესეთი, როდესაც ესეთი სისტემით მუშაობენ, ანუ ზენფილას კონცერტები თუ ის კონცერტებიც არის ხოლმე, სულ არის იქ ამისი პრობლემა, რომ არის რიგი, ხალხი ვერ შედის. კი გეთანხმებით, ჩემი ძალიან ბევრი მოწვეული სტუმარი გაბრუნდა, მაგრამ ეს არის პრობლემა, რომელსაც მე ვერ გადავწყვეტო ვერანაირად, იმიტომ რომ ეს არის სტრუქტურა ეგეთი. და კიდევ ერთი შენიშვნას თუ მიიღებთ, ჩემგან პრეს დივანი შეცვალეთ, იმიტომ რომ პრეს კონფერენციაზე მოსულ ჟურნალისტებს დასცინებდა. მადლობთ. ესეთი საბეჭდილება მექნება თითქოს მარტო ირაკლი ნადარიაშვილისადმი გიჩნდებათ კითხვა და იქნებ ცოტა განვახცო. დიპლომიანი ვერჩია. მე მაქვს კითხვა ყველასთან, აბსოლუტურად. ძალიან გთხოვთ, აი ესეთი კითხვა მაქვს. დაასახელეთ ერთი კონკრეტული პროექტი, რომელშიც გამოჟღავდა თქვენი პროდიუსერული ნიჭი, მაქსიმალურად გამოჟღავდა. ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც თქვენ როგორც პროდიუსერმა განახორციელეთ. ვისგან დავიწყოთ? კახასგან დავიწყოთ, მამუკაზე. ნუ ხა ის მე ისევ ლევასთან დაკავშირებით ვიტყვი, იმიტომ რომ წარმატებული პროექტი ჯერჯერობით მასთან ერთად ქონია. ჩვენ მქონდა შემუშავებული დაახლოებით 2 წლიანი გეგმა, ეს რაც შეეხებოდა მის პირველ სოლო კონცერტს, რომელსაც უნდა მოყოლოდა ალბომის გამოშვება და შემდგომში უნდა მოყოლოდა მეორე სოლო კონცერტი სპორტის სასახლეში, რომელიც ცოტა ადრე ჩატარდა გარკვეული მიზეზების გამო. და ეს პროექტი ჩემთვის როგორც კომერციულად გამართლებულია. ახლა მე არ ვიცი ლიზა ალბათ თქვენ გულისხმობთ რაღაც კონცერტს ან რაღაც მე ესე არ ვთვლი, საერთოდ გამართლებული პროექტია უკვე ის რომ თქვათ მომღერალი რომელიც
აღვანილი ყავს პროდიუსერს, მისი პროდუქცია კარგად იყიდება, პოპულარულია, ჩარტებში პირველ ადგილზეა და ასე შემდეგ და არა, პირიქით, კონცერტს არ გულისხმობდი. აი შეიძლება ლექსენი თქვენთვის იყოს ყველაზე წარმატებული პროექტი. ხო შეიძლება? არა, ეს თქვენი პროექტია. მე ვთქვი რომ სამივე მომღერალი. სამივე? ვაკის პარკიც? ვაკის პარკიც, დიახ, რა თქმა უნდა, ვაკის პარკიც. ეს რო არ აწმენინოთ ალბათ ვაკის პარკს. არა, რატო მე არ ვიცი ჩვენ ესე რატო ვთვლით, იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ დღეს ქალაქი ლექსენის სიმღერებს ღიღინებს, ან პირამიდებს ღერის. იმ ჯერთი აქ მოდით ესე გავაკეთოთ რომ აიგივე ჩარტებში, რომელიც კეთდება ჩვენთან, აქტიური მაყურებელი ჩვენი არის 14-დან თქვა სადღაც 17 წლამდე, ხო? ეხლა ნუ ბუნებრივია 40 წლის კაცი არ დაждდება და SMS არ გამოგზავნის. გესმით ალბათ. სულ სხვა სურათი იქნებოდა, აი თქვა 35 წლის ზემოთ მაყურებელი რო გზავნიდეს ჩარტების შესადგენად თავის მოთხოვნას, ხო? აქ არ არის გამორიცხული რომ პირველ ადგილებზე სულ სხვა იქნებოდა. რაც ეხება ვაკის პარკს, მე ამ შემთხვევაში მეცაც გეტყვით ვამაყობ იმით რომ ვაკის პარკის პროდიუსერი ვარ, იმიტომ რომ ვთვლი რომ ის ერთ-ერთი ძალიან ცოტა პროფესიული ჯგუფებია საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული ჯგუფია, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება ისეთ მუსიკას, როგორც არის როკი, რომელიც ჩემთვის სათაყვანებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ესენი ყოველდღიურად მოდიან რეპეტიციას და რაც შეეხება მათ პროდუქციას, მე ვაკის პარკი არის ჯგუფი, რომელსაც მე სიამოვნებით მოვუსმენ. ანუ ქართულ ესტრადას რაც შეეხება, ხო ძალიან ბევრი მომღერალს მე ვთქვა ავტომობილში არ მოვუსმენ, ან საღამოს რო განმარტოვდები არ მოვუსმენ, მაგრამ ვაკის პარკს სიამოვნებით მოვუსმენ ყოველთვის. ირაკ და თქვენი ყველაზე წარმატებული პროექტი. ფაქტიურად თქო დიდი ხანია ჩვენ ერთი წელია რაც მუშაობთ მინუსთან პრაქტიკულად წარმატებული მე მაგალითად ძალიან მომწონს გოგისთან ერთად განხორციელებული პროექტი რომელიც სიახლე იყო ასე ვთქვათ ცოტა სხვანაირი ფორმით იყო წარმოდგენილი ფილარმონიის კონცერტი რომელიც ახლა ჩატარდა 10 მარტს წარმატებულად ვთვლი ფაქტიურად ყველა პროექტები წარმატებული არის ნინის ბევრი თქვა თქვენს პროფესიონალიზმზე და დიპლომებზე აქ და კიდევ ერთი შტრიხი მინდა გამოვაჩინო მე ვიცი რომ თქვენ მოხვედით საერთოდ კლასიკური მუსიკიდან ხო შეხება გქონდათ კლასიკურ მუსიკასთან როგორც პროდიუსერს ხომ არ აპირებთ აი ყოველივე ამის შემდეგ ისე უკან დაბრუნება არ ვიცი ვერ გეტყვი მე კლასიკური მუსიკის გარდა მუშაობდი თანამედროვე ცეკვაში ანუ ფაქტიურად საქართველოში მე განახორციელე თანამედროვე ცეკვის ინტეგრაცია რაც იყო კლასიკურ მუსიკასთან და კლასიკურ ბალეტთანაც კავშირში და შემდგომ თქვა უკვე დავიწყე ნინოსთან მუშაობა ვერ გეტყვით სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მინატრება შეიძლება ესე ითქვას ეს სფერო იმდროის ძალიან განსხვავდება რა თქმა უნდა შოუ ბიზნესისგან და როდ უფრო დატვირთული არის. რეკლი მე მგონი ალბათ არსებობს ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც მომავალ პროდიუსერებს მომავალ საქმიანობაში დაეხმარება და ძალიან მაინტერესებს ჩვენი უდიპლომო პროდიუსერები რის მომოქმედებას აპირებენ თავიანთი კვალიფიკაციის სასამართლებლად. ანუ საქართველოში არ არის დავუშვათ იგივე სახელმძღვანელოები როგორი ხერხით შეიძლება უფრო ნუ ახლა რაც შეეხება ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებას მე სიამოვნებით ვისწავლიდი რომ მქონდეს ამის საშუალება საუბედუროდ ამის საშუალება არ მაქვს ამიტომ ვცდილობ ისევ პრაქტიკით ანუ ის შეცდომები რაც თავის დროზე დავუშვი იმიტომ რომ მე საკმაოდ დიდი პრაქტიკა მაქვს ამისი აღარ დაუშვა რა შეცდომებიც მქონდა ვთქვათ წლების განმავლობაში. ყველა ახალი შეცდომა მასწავლის სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენს ქვეყანაში არ არის ტრადიცია ამისი, რომ აქ მიიღო ეს განათლება. მე სამწუხაროდ საშუალება არ მაქვს, რომ დიდი სიამოვნებით მივიღებდი, უბრალოდ არა იმიტომ, მარტო იმიტომ, რომ მაინტერესებს კიდევაც. ჩემთვის ეს ძალიან საყვარელი სფეროა, არა მარტო საქმე, არამედ სფეროა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. სამწუხაროდ ეს საშუალება არ მაქვს. კაი დიპლომი არ მაქვს. ისეთ რაშია საქმე ამგვარს ვეთანხმები, ამ რაც ირაკლი მელაპარაკა, იმასაც აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ ჩემთვის მაგალითად აი ამ სფეროში, ჩემთვის წიგნი არის ბაზრობაზე რომ ხალხი დგას, იქ გავიაროთ, რადიოში რომ მივდივარ და იქ ხალხი მუშაობს, კიოსკებში რომ ყიდიან ჟურნალებს იმ ხალხის აზრი. აი ეს არის მთელი ჩემი წიგნი.
მე მან ვსწავლობ. წინში არ მგონია რამე აი ამ სფეროში, რაც დღესდღეობით საქართველოშია, რამე უფრო მეტი ვისწავლო. აი მე გეტყვით, რომ პროდიუსერებისთვის, პროდიუსერი რომელიც წარმატებული არის, აქვს მას განათლება თუ არა აქვს განათლება, მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის წარმატებული არის. ანუ რეალურად ჩვენ წარმატებულ პროდიუსერებთან გვეკლაპარაკი. იმაზე, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ აი კვალიფიკაცია ეს არის მნიშვნელოვანი ბაზრის ჩამოყალიბებისთვის. რომ ეს ზუსტად მელოდია, არტიმედი და ასე შემდეგ კომპანიები, სადაც ძალიან ხშირად ხდებოდა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რეალურად უშლიდა ხელს ამ ბაზრის ჩამოყალიბებას, ანუ არაპროფესიონალური. აი ეს მთლიანად ერთობლიობაში ქმნის აი ამ პრობლემას, თორემ კონკრეტულად ადამიანი, რომელიც რაღაცა მოგებას პოულობს და წარმატებულად ახორციელებს თავისი შემსრულებლის საქმიანობას, იმას არანაირი დიპლომი არ ჭირდება. ანუ არსებობს თორე თქვენი მხრიდან წინასწარი მიზანმიმართული სვლა, რომელიმე ან ასაკის მსმენელისადმი ან როგორ ვთქვით. აი მე გითხარით, არსებობს კომპანია, რომელიც ატარებს კვლევებს და ჩვენ გვაქვს ხოლმე მონაცემები იმის შესახებ, თუ ვინ უსმენს ნინოს, როგორი რეიტინგია კლუბნების მიხედვით, მსმენელის მიხედვით და ამას ყველაფერს ჩვენ მე ვიყენებთ იმისთვის, რომ კონკრეტულად შევქმნათ ხოლმე რაღაცა პროდუქტი, მაგრამ ეს არის დამატებითი ისინი, ამ მთავარი ფაქტორი არის თვითონ ნინო. და ნინოდან გამომდინარე ხდება. ანუ ნინო არ არის კომერციული პროექტი, როგორც ხდება boys band-ები, რომ იქნება ხოლმე და კონკრეტული გათვლა არის ვიღაც მიზნობრივ ჯგუფებზე. შემთხვევაში ნინო ქმნის ძალიან სერიოზულ მუსიკას და ეს არის დამატებითი ფაქტორები, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ ნინოს საქმიანობა იყოს წარმატებული. და თქვენ შემთხვევაში არის რამე სოციოლოგიური კვლევის ჯგუფები, რომლებიც გეხმარებათ დაუშვათ რეპერტუარის შერჩევაში? მე საბედნიეროდ მაქვს ის ბედნიერება, რომ მუდმივად საქმის კურსში ვიყო, იმის გამო, რომ მე აგრეთვე ტელეპროდიუსერიც ვარ, რა ხდება ამ ბაზარზე. იმიტომ რომ ჩვენ ლუკა მეთომეტეს თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ გვაქვს გადაცემები, სადაც მოდის მოთხოვნები, რა პროდუქცია უნდა მსმენელს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პროდუქციაზე. ამის გამო მე ყოველ წუთიერ, ყოველ წამიერად საქმის კურსში ვარ ამ მოთხოვნილების. მით უმეტეს მე ხშირ შემთხვევაში უფრო მუშაობ ცოტა სხვა ბაზარზე, უფრო ვაკის პარკზე არ მაქვს საუბარი, უფრო თინეიჯერებზე. აქედან გამომდინარე, მე ეს გამოკვლევები ყოველ წამიერად მაქვს. საგებია გახარდა. დელას უსმენს არა მარტო თინეიჯერები, არამედ უფრო დიდი ასაკის. იცით, აი ლიზამ დამისვა შეკითხვა და მე ცოტა სხვანაირად გავიგე და მე მაინც ახლა იმდენ რასაც უპასუხებ, ალბათ თქვენ გაგცემთ მას. ჩემთვის წარმატება იმას ნიშნავს, რომ მე ხშირად მოგზაურობ ხოლმე მედალება ევროპაში, ამერიკაში დავდივარ და აი ქართული დიასპორა სადაც არის, იქ ყველგან იციან ლევან წურწუმია ვინ არის. აი ეს არის ზუსტად ჩემთვის ყველაფერი. ხა რაც შეეხება სოციოლოგიურ გამოკითხვებს, მე ხშირად ვიღებ ინფორმაციას იგივე რადიოდან, იგივე სტუდია თბილისიდან, იგივე მაესტროდან. აი ნებისმიერი ადგილიდან სადაც შეხების წერტილი აქვს შოუ ბიზნესი. აბსოლუტურად ინფორმაციები მაქვს და ვიღებ. და იმით ხელმძღვანელობ. აი კითხვა მოქნება მამულიჩასთან. ხო მოვილაპარაკეთ რა თქმა არ მინდა რომ გამეჩაგრო. აი მთელი გადაცემის მსვლელობისას რა კითხვაც ისმება შენი მისამართით, ყველას პასუხობ ლელათი, ხო? ამ დროს შენ ხარ წარმატებული პროდიუსერი, როგორც აღნიშნა, ექს სტეფანეს პროდიუსერი და მოქმედი თაკო გაჩაჩილაძის პროდიუსერი. მენეჯერი, ხო, დირექტორი არ აქვს მნიშვნელობა. ხომ არ ფიქრობ, მათ სიუჟეტიდანაც ნახეთ ბრიტნი სპირსის შექმნა პროდიუსერმა. იგივე იყო მადონამ თვითონ იპოვა პროდიუსერი და ხომ არ ფიქრობ, რომ შენ ლელოს შექმნილი პროდიუსერი ხარ. ლელა უკვე შექმნილი იყო, როცა გამოჩნდი შენ. და შენი შესაქმნელი ამ შემთხვევაში არის თქვა თაკო, რომელიც ძალიან კარგი მომღერალი, მაგრამ ჯერ პატარაა და თქვა არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც უნდა იყოს. და ნუ სტეფანეს თუ გავიხსენებთ, მაინც კრახით დასრულდა თქვენ ერთად. ძალიან ქალური კითხვა. არა, სხვათაშორის ძალიან შეკარი შეკითხვა იყო. სხვათაშორის ამდენჯერაც პირველი არა ხარ ხატია ვინც მაგ შეკითხვას მისვას, მაგრამ მე თავიდან ვთქვი, რომ ჩემ დიდი რეკლამა ამ ბიზნესში გამოიწვია ლელა წურწუმი. ეს ერთი.
ძალიან დიდი ბიზგი მომცა მან იმისა, რომ მე მემუშავა სხვა მომღერლებთან. რაც შეეხება სტეფანელთან დავიწყოთ. მაშინ ჯერ თაკო გაჩილაძეზე ვიტყვი, რადგან თაკო ეხლა იწყებს და პრინციპში უფრო მეტად ჩემი მუშაობა მასთან გამოჩნდება, რამოდენ ხარისხიანი იქნება, იმიტომ რომ ლელა მაინც ჩამოყალიბებული იყო და თაკო ჩამოყალიბების პროცესშია. მე ვერ ხვდები ერთადერთი სტეფანესთან დაკავშირებით, აი კრახით რას ნიშნავს ეს მოგასწრებით. ნუ მე გულისხმობ იმ კონცერტს, რომელიც ჩატარდა ფილარმონიის სპორტის სასახლეში, რომელიც იყო რაღაც ნახევარიც ხალხის ხალხის. გასაგები. დავიწყოთ იქიდან. PR-ზე მაქვს ისევ საუბარი. მართალი ბრძანდებით, მაგ შემთხვევაში მე შემიძლია ერთი რაღაცა თქვა, რომ ეს იყო მიზეზი ზუსტად იმ გაურკვევლობებისა, რაც ამდენი ხანი დაგროვდა ჩვენ შორის, იმიტომ რომ სტეფანე ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უძლიერესი მუსიკოსია საქართველოში, მაგრამ მას თავისი ხედვა ჰქონდა და მე ჩემი. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ კონცერტის გაკეთება რაღაცა უნდა გაგვეკეთებინა. და ამე ყოველ ერთი ნამიჯით ყოველთვის ვაგვიანებდით, იმიტომ რომ ამას გარკვეული მიზეზები ჰქონდა, ეს პირველ პროდიუსერთან იყო დაკავშირებული და საბოლოოდ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სანახაობა მიგვეცა მაყურებლებისთვის, იმიტომ რომ მისი პირველი ალბომის დაგვიანდა, მეორეც გვიანდებოდა და პრინციპში ყოველთვის ვაგვიანებდით და გადავწყვიტეთ, რომ კონცერტი გაგვეკეთებინა, რომელიც მართალია კომერციულად გამართლებული არ იყო, მაგრამ პირველ რიგში მე ხარისხზე ვფიქრობ და მე ვფიქრობ ეს ხარისხიანი კონცერტი და კომერციაზე ასე ვფიქრია პრინციპში რა. მაგრამ კომერციულად გამართლებული იქნებოდა მაგაზე რაღაც. და ერთი კითხვა მექნება მამუკასთან. ძალიან ხშირად გადანაშაულებენ და ალბათ პირველად არ გსმენიათ იმის შესახებ, რომ ატრიალებთ თქვათ უხარისხო მუსიკას, ნუ ეგრეთ წოდებულს. ზოგისთვის მისაღები ის მუსიკა, ზოგისთვის არა. მე მართალი გითხრათ, ძალიან ხშირად მართლაც არ მინახავს არც ეკა მამალაძის, არც ნუკრი კაპანაძის, არც თემურ თათარაშვილის და ასე შემდეგ სიმღერები და კლიპები არ მსმენია. ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, რომ თქვენ იმიტომ ატრიალებთ უხარისხო მუსიკას, რომ წარმოჩინდეს ლექსენი და ის ადამიანები, ვინც თქვენი პირადი მფარველობის ქვეშ არის. კითხვა არ გავიგე, ლექსენი თქვენის აზრით უხარისხო მუსიკას აკეთებს? ვინ? ლექსენი. ნუ მე ქართულ კლასიკას გულისხმობ, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე. ქართული კლასიკა, რაც შეეხება აი ქართულ კლასიკას, რასაც აკეთებ, მე ვერ გავიგე. აი არის ესეთი ცნება ტრადიციული ქართული სიმღერა. მე მართალი გითხრათ, ტრადიციული ქართული. აი ესეც ვერ გავიგე, იმიტომ რომ ამ ტრადიციულ ქართულ სიმღერას, რასაც ეძახიან, მე არ ურევ ნამდვილ ტრადიციულ ქართულ სიმღერას, ცოტა რუსული რომანსის ელფერი დაკრავს. რაც შეეხება მომღერლებს, რომელიც თქვენ ჩამოვთვალეთ ათარაშვილზე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ის რეალებს ჩვენთან. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ შესანიშნავ მომღერლებს, რომელიც თქვენ თქვით, ეკასაც, ნუკრისაც, მაგრამ ჩვენთან არ ტრიალებს არც ალბათ ნამიგრებოძე ვთქვათ, ეს იმას ანიშნავს, რომ ჩვენი ფორმატი არ არის. რას ნიშნავს ფორმატი მუსიკალური ერთადერთი? საზღვარგარეთ არის ტელევიზიები, მაგალითად, იტალიის არხებია ესეთი, სადაც კითხავობენ დღე და ღამე. არის მაყურებელი, რომელსაც აინტერესებს ეს კითხავობა. ჩვენი ფორმატი არის გათვლილი შედარებით ახალგაზრდა მაყურებელზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მომღერლები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომელიმე პირიქით. ესენი არიან გრანდები. ერთი ტელევიზია საქართველოში იმას აქვს უფლება, რომ დაყოს რაღაც სეგმენტზე მაყურებელი. რადიო ბევრია. რა თქმა უნდა აქვს უფლება. რა თქმა უნდა აქვს უფლება, არსებობს სახელმწიფო არხი, რომელიც ვალდებულია ატრიალოს არაკომერციული მუსიკა, ვალდებულია ატრიალოს. არსებობს კიდევ უამრავი არხი. ეს არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია, რასაც პირველი სტერეო და მაესტრო ქვია, კომერციული ორგანიზაცია. სამწუხაროდ ჩვენ არ ფინანსებით, არც გრანტებით, არც მფლობელი ყავს ესეთი, რომელსაც უკან მილიონები უმაგრებენ. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სტატუსი და ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მივაწოდოთ მაყურებლის იმ კატეგორიას, რომელიც ჩვენ გვიყურებს, ის მუსიკა, რომელიც მას მოსწონს. ყველაფერს თავი დავანებოთ, დღის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 2 საათს უთმობთ ეგრეთ წოდებულ შეკვეთებს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვატრიალებთ იმ მუსიკას, რა სეგმენტზეც ჩვენ ანუ იმ ადამიანის შანსი არ აქვს არასოდეს თქვენს არხზე მოხვდა. თუ იმღერებენ ისეთ სიმღერას, რომელიც მოეწონება თინეიჯერებს, რა თქმა უნდა. ანუ აქ კომერციულ მუსიკაზეა საუბარი და მეტი არაფერზე. ჩვენ რო ვატრიალოთ არაკომერციული მუსიკა, თუ თქვენ მოგწონთ ჩვენი არხი, ან თulit რომ საჭირო ეს არხი აღარ არსებობს. სამწუხაროდ აღარ არსებობს, იმიტომ რომ მაყურებელი არ გვყოლება იმ რაოდენობით, რომ ჩვენთან
შემდგომში რეკლამა მოიტანო. თორე ჩემი ძალიან დიდი სურვილია ვატრიალო რა თქმა უნდა ისეთი გრანდები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. და იმ მუსიკას, რომელსაც ატრიალებთ, აქვს რეკლამა? რა თქმა უნდა, მაქვს რეკლამა. ყველას, რასაც ატრიალებთ? ყველას არა, ამაზე მე უკვე ვისაუბრე, ჩვენ უკვე დავყავით კატეგორიებად და მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ ხრივ, ასე ვთქვათ, კონტროლს. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. იმიტომ რომ ცოტაა კარტელი. მე რატომღაც ამ ბოლო დროს კაბუ არ მინახავს თქვენს ეთერში. კაბუს კლიპი დღეს იყო სკოტაშვილის ეთერში, იგი ტრიალებს. მე ძალიან ხშირად ვუყურებ თქვენს არხს და მე მგონი კომპეტენტური ვარ. ეხლა მე თქვენ გეტყვით სისტემა როგორია ჩვენი და მაშინ ამის მიხედვით მიხვდებით. თუ კლიპი მოდის ჩვენთან პრემიერით და ექსკლუზივით, მას აქვს გარკვეული სახის მომსახურება, ანუ მეტი რაოდენობით ტრიალი. ექსკლუზივს იმიტომ ვიღებთ და პრემიერას იმიტომ ვთხოვობთ, რომ შესაბამისად კომერციულად კონკურენცია გაუწიოთ სხვა არხებს, ამაში მე მგონი ცუდი არაფერი არ არის. რაც შეეხება კაბუს კლიპს, ბოლო კლიპს, მისი პრემიერა შედგა სხვა არხზე, შემდგომ მოვიდა ჩვენთან რაღაც გარკვეული ეტაპი იტრიალა და შემდეგ ჩვენ ესე ვეძახით ჩადგა რიგში. ჩადგა რიგში რას ნიშნავს? როდესაც კლიპი მორჩება კომერციულ ტრიალს, ну რას გვიყვას, ბოდიში რუსულად რო ვთქვი. ხო, შემდეგ ის დგება რიგში. ანუ თქვათ არის 100 კლიპი, გავაჯერ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და რო გავა მე-100, მე ისე პირველი, მეორე და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მუშაობთ ფორმულით და არა სიმპათიებით. ჩვენ გვაქვს ფორმულა. ანუ არ დგას საშიშროება, ვთქვათ, იგივე სტილის მომღერალი, როგორც ლექსენია, რომ გაუსწროს ლექსენს პოპულარიზაციაში, არ დაიბლოკოს თქვენს არხზე. მე კი ბატონო, ეგეთ შემთხვევას მოვიყვან შავი პრინცი, როდესაც მოვიდა პირველი მისი სიმღერით. კაბუც იმიტომ მოვიყვანე მე მაგრამ. შავი პრინცი მოვიდა პრემიერით ჩემთან. მუსიკალურ არხზე მოვიდა პრემიერით და შესაბამისად, ამიტომ მქონდათ პირველი სიმღერა თუ გახსოვთ, ხო, ერთი თვის შემდეგ ისინი სპორტ სასახლეში რო გავიდნენ და დაინგრა სპორტ სასახლე, საერთოდ არ ეგონათ თუ ესეთი რაღაც მოხდებოდა. ნუ კითხეთ სხვა რეპერებს. თუ კაბუ ჩემთან მაესტროში მოვა პრემიერით და მოგცემს ექსკლუზივს, პატივს დადებს მუსიკალურ ტელევიზიას, შესაბამის პატივს დადებს მას მუსიკალური ტელევიზია. ძალიან მარტივია ყველაფერი. ჩვენი ბევრი მომღერალი ბოლო დროს რატომღაც პრემიერებს აკეთებდა საინფორმაციო გადაცემებში, იმ მოტივით, რომ უფრო რეიტინგულია. ძალიან რეიტინგული იყო გადაცემა ვიდეო პატრული. მაშინ ეხლა შეიძლება. პირველ რიგში მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ მუსიკოსმა უნდა პატივის წეს მუსიკალურ არხს. მე ესე ვთქვი ყოველ შემთხვევაში. და იგივე ეს პრეტენზიები, რომელიც უჩნდებათ შემდგომში ამ მომღერლებს, რომ რატო არ გვატრიალებთ ჩვენ, მე ესე პასუხობ მათ. სადაც გააკეთეთ პრემიერა, გქონდათ ექსკლუზივი, რომელ არხსაც ეცით პატივი, გცეთ პატივი იმ არხმა და იმ საინფორმაციო გადაცემებში გაატეხროს ხოლმე თქვენი კლიპებით. კონკურენცია სამწუხაროდ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, ირაკლის აქვს ხელშეკრულება გაფორმებული ნინოსთან, ასევე ბატონ მამუკასაც და მაინტერესებს რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი რომელიმე შემსრულებელი უარს განაცხადებს პროდიუსერთან ურთიერთობას. ამ შემთხვევაში არის მითითებული სანქციები, რაც ხდება ხოლმე, ანუ გათვალისწინებული არის, რომ გარკვეული მიზეზების გამო შეუძლია შემსრულებელმა გაწყვიტოს ურთიერთობა პროდიუსერთან, ისევე როგორც პროდიუსერს შეუძლია გაწყვიტოს მომღერალთან ურთიერთობა და შემდგომ ეს უკვე ხდება ხოლმე მორალური და ფინანსური ანაზღაურების უკვე სასამართლოს პრიორიტეტი არის ხოლმე ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ვთქვათ, მომღერალი გადაიხდის ხუთლარს თუ იტყვის უარს. შემდეგ უკვე ყველა შემთხვევაში ეს მიდის სასამართლოში და კანონმდებლობის მიხედვით ხდება უკვე რეგულირება ამ ყველაფრის. და ბატონო კახა, არა ხელშეკრულებით გაფორმებულ ურთიერთობის დროს რა ხდება? მე უფრო სიტყვას ვენდობი და ურთიერთობას ვანიჭებ მეტ უპირატესობას ვიდრე კონტრაქტს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ საკანონმდებლო ბაზა საქართველოში მე ვფიქრობ საერთოდ არ არსებობს და კონტრაქტის დობა ჯერჯერობით არ შეიძლება. იმიტომ რომ მე ვფიქრობ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კონტრაქტი დაარღვევოს და მე როგორც მახსოვს მამუკასაც ქონია ესეთი სიტუაცია, რომ მომღერალს არა, ნუ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მასთან სამსახურში მუშაობდა, გაფორმებული კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ მაინც წავიდა სხვა სამსახურში, მაგრამ ამას არაფერი არ მოყოლია. ნუ მე დავამატებდი კიდევ იმას, რომ აუცილებლად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი ეხლა იწყება საქართველოში. ანუ ეს ურთიერთობები, რაც 10 წლეულები ყალიბდებოდა საზღვარს გარეთ,
სრული ამ თვით მნიშვნელობით, სადაც ჩვენ გახოდის უფლება არ ქონდა, აქ ეხლა იწყება. რა თქმა უნდა, დადგება დრო, როდესაც აი ამ შემთხვევაში, როდესაც პროდიუსერი და მომღერალი მეუღლეები არიან, როგორც მამულიჩას შემთხვევაში, მათ შორისაც აუცილებლად დაიდება ხელშეკრულება. უბრალოდ ამას ყველაფერს მოიტანს დრო. ძალიან დიდი მადლობა და სულ რაღაც 2 წუთი დაგვრჩა ეთერის დასრულებამდე, ამიტომ პრეს გუნდს თხოვ, რომ ბოლო შეკითხვები ძალიან მოკლედ ჩამოყალიბოთ. შეკითხვა ასეთი თქვენ ბრძანებთ, რომ მათი სიმღერები, ანუ ნუკრის და ეკას სიმღერებს რატომღაც დასდევს რუსული ელფერი, რას ნიშნავს ეს თუ შეიძლება განმარტეთ და რამდენად ხდება ქართულ სინამდვილეში რეპი და კონკრეტულად გულისხმობ ლექსებს. კი ბატონო. გიპასუხებთ, მე არ მithქვია რომ ნუკრის და ეკას სიმღერებს დასდევს რუსული ელფერი, მე ვთქვი რომ ხშირ შემთხვევაში ხმარობენ ესეთ ფრაზას ტრადიციული ქართული სიმღერა. თავის დროზე დებმა იშხნელებმა რომ გიტარა დაეჭირეს ხელში, ზუსტად ისევე გადაერია საზოგადოება, როგორც ახლა თუ აქ დაკარგული რეპზე, რომ რა შუაშია საქართველო და რეპი. რა შუაშია საქართველო და ვიოლინო. ეს ქართული ინსტრუმენტი არ არის. მაშინ ვარ ვთქვათ კლასიკაზე, ბალეტზე, ოპერაზე. ჩვენ ვითარდებით რომ სოფლიოსთან ერთად. არ შეიძლება ესე დაყოფა რომ ეს ქართული ან ეს ქართული არ არის. ჩვენ ვითარდებით სოფლიოსთან ერთად. ქართული არ არის არც ვიოლინო, არც საქსოფონი, არც გიტარა და არც შემდეგ და არც შემდეგ. თუ მოთხოვნილება არის საქართველოში რეპზე, იქნება რეპი. თუ მოთხოვნილება იქნება საქართველოში ყროკინზე, მე სიამოვნებით ავიყვან რომელიმე მომღერალს, რომელიც კარგად იყროკინებს. ეს აი მართლაც გეუბნებით. მე არ მესმის ძალიან ბევრი ამბობს რომ რამოდენიმე ტელეარხზე კიდევ ძალიან ცნობილი მომღერლები რატომღაც აი ესე ლაპარაკობენ რეპზე რაღაც დაცინვის ტონით. მე ერთ რამეს გეტყვით რომ აი მომღერლებს ბევრს არ დავასახელებ რა თქმა უნდა არ დავწულმანდები ცხოვრებაში არ გაუყიდიათ იმდენი ალბომი რამდენიც თქვა ლექსენმა გაკიდა თავისი პირველი ალბომი. როგორ შეიძლება დავყოთ ქართული და არაქართული? რეპი არ არის არაქართული. რატო არ არის არაქართული? ყოველს სოფლის ჩვენ ყველა ადამიანები ვართ ხო? მაშინ არ მომოусმენთ ნუც მოცარტს, ნუც დავწერთ კლასიკურ ნაწარმოებებს. და შემდეგ და შემდეგ. მამუკა, ერთმა ძალიან ცნობილმა ტელეწამყვანმა კითხვაზე თუ რა არის მისი წარმატების ფორმულა, ასეთი რამ თქვა. თუ ტელევიზიით ყოველდღე უკანალი ატრიალოთ, მაშინ ისიც გახდება პოპულარული. ანუ ხომ არა თვლით რომ აი თქვენ ტელევიზიით გარკვეულწილად ზომბირებას ახდეთ ახალგაზრდობაზე. რა თქმა უნდა არა. იმით თუნდაც რომ დღეში 10 ჯერ ტრიალებს ლექსენისა და პირამიდების კლიპი. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რა, მე ძალიან გთხოვთ ლიზა, მაშინ მე შემიძლია თვითონ მოგამარაგოთ ვიდეოთიც და კასეტებით, ჩაწერეთ ეთერი და ნახავთ რომ ზუსტად ისეთივე რაოდენობით ტრიალებს სხვა მომღერლებით, რომლებიც ნუ ეს თქვენი პრობლემაა, თუ ვერ დამეთანხმებით, მაშინ მე ვეთხოვები კი ბატონო ესე იყოს. რაც შეეხება ხშირად ტრიალს. არის რამოდენიმე მომღერალი, რომელიც კომერციულად ატრიალებს ჩვენთან, ანუ თანხას იხდის თავისი კლიპების დატრიალებაში. მე მათი გაკეთებული ალბომი და სავსე დარბაზი არ მინახია. აქედან გამომდინარე ვერ დაგეთანხმებით, რომ ხშირად ტრიალს მოაქვს რაღაც დადებითი შედეგი. ჩვენი საერთო დრო ნელ-ნელა ამოიწურა, ალბათ ეს ისეთი თემაა, რომელიც ბოლომდე განსახილველად. ერთი მოკლე, სულ მოკლე. 3 საათიც არ გვეყოფა და ბოლო კითხვა პრესპრესზე. ბოლო კითხვა რა, ესე იგი ჩვეულებრივი მომხმარებელი შედის მაღაზიაში, რეალიზაციის ბოლო წერტილში პროდუქტის. და რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ ერთ და იგივე მაღაზიაში კატამაძის დისკი ღირს 25, ჯინის ჯოპლინის 6, ლექსენის ღირს 25, 50 Cent-ის 6 და ლელა წურწუმიას 25 ლარი და მადონას 6. მე გეტყვით აბსოლუტურად სამართლიანი მიმაჩნია და რატო? იმიტომ რომ ჯენის ჯოპლინის, მადონას დისკები არის პირატული და ეს არ არის ლიცენზირებული პროდუქცია, რომლებიც არის კუსტარული სახით ჩაწერილი და შემდეგ გდევს უკვე დახლებზე. რაც შეეხება კატამაძეს, ლექსენს და ლელა წურწუმიას, ეს არის ლიცენზირებული პროდუქცია. ადეკვატურად ის ღირს უფრო ძვირი. მე ვგულისხმობდი იმ მომხმარებელს, რომელიც არ დადის ამერიკაში, არ დადის ევროპაში და ესე იგი პირატულია თუ ორიგინალია, ამ მომხმარებელისთვის ფასი რეგულირდება იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს პროდუქტი. მასზე ბაზრობაზე თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ
50 თეთრად. არა, უბრალოდ აქ გაისმა ფრაზა, რომ რაც უფრო ხარისხიანია მუსიკა, მით ფასი იმათ. არა, ეს არის კონკრეტულ პროდუქციაზე. ის რასაც თქვენ მე მისახელებთ, ეს არის პირატული პროდუქცია, რომლის გაყიდვის უფლება არ აქვს არც მაღაზიებს და არც მის შემონტანეს და არც დამამზადებლებს. იმიტომ რომ მადონას მარგერ გარწმუნებთ, რომ არ ყავს წარმომადგენელი და არც ECM იყო ერთადერთი სტუდია, რომელსაც წარმომადგენლობა ჰქონდა საქართველოში. სხვა არ აქვს სტუდიებს ამ. რაც შეეხება კიდევ ერთ სიტყვი, მე მწარე აზრია ის, რომ ვთქვათ, რაც უფრო ძვირადღირს პროდუქცია, მით უფრო მე მაგალითად ვცდილობ, რომ ყოველთვის ჩემს მიერ ჩატარებულ კონცერტებზე რაც შეიძლება დავწიო ფასი დაბლა, ანუ მოვიყვანო ის შესაბამისობაში, ანუ დამრჩეს მოგებაც და უფრო მეტი ხალხი მოვიდეს და ნახოს. იგივე სიტყვი პროდუქციაზე მე ვცდილობ, რომ იგივე აუდიოკასტებია თუ CD არ ღირდეს ძალიან ძვირი, რომ ის ბევრმა იყიდოს. ძალიან დიდი მადლობა, ეს ალბათ ისეთი თემაა, რასაც ასე უცბად ვერ ამოვწურათ. დიდი მადლობა თქვენ. ბოდიში ლუკა ერთი შეკითხვა მაქვს მე ლიზასთან, რომელმაც ჩემს სიმართლეში ეჭვი შეიტანა და ასე ვთქვათ, მათყუარად გავამოწურა. მხოლოდ ერთი წუთი. და ლიზას მიკროფონი მეაწოდეთ. თუ შეიძლება ლიზა მითხარით თქვენი აზრით, მე რატომ არ ვატრიალებ ლაკის პარკს, არ მეყვარს ზაზაფუციშვილი. არა, იცით რა შეა საქმე ვამკ. ალბათ ეს თვალშისაცემი იყო, რომ რამდენჯერ ჩავთავმე სტერეოს, იმდენჯერ გიგა მიქაბერიძის საკონცერტო ვერსია გადის და საკონცერტო ვერსია საერთოდ ბევრად უარესია ვიდრე კლიპი. და მე მაღიზიანებ საკონცერტო ვერსიის ყურებას, ალბათ ამიტომაც თვალში მქება. თქვენ რო ბრიტნი სპირსის ულამაზესი კლიპი დაგეტრიალებთ, ალბათ ისე არ გავთეზიანდებოდი, როგორც აი საკონცერტო უხარისხო ვერსია. კი ბატონო, და ერთი შეკითხვა კიდევ. სულ მიგვის კაცო, რატო უშვებენ ამ საკონცერტო ვერსია თუ კლიპი არა? ძალიან მოკლედ ერთი შეკითხვა კიდევ თქვენთან, ბოლო დროს ყველაზე ხშირად თქვენ აკეთებთ ჩარტებს. მე ვიცი, ბოლო დროს ყველაზე ხშირად ვინ იყო თქვენთან პირველად? არა, კი, ნამდვილად. ვინ იყო? არა, ვაღიარე, ლექსენი და გიგა მიქაბერიძე. თქვენ ატრიალებთ ხშირ, ხო, აბა რატომ ეკითხებით? ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ ზუსტად ამაშია ზომბირება ტელევიზიის, რომ იმდენად ხშირად ატრიალებთ, რომ უკვე რო გავღვიძო ალბათ თინეიჯერი ღამე უკვე თქვას ლექსენი. დიდი მადლობა ლიზა. ამ შემთხვევაში შენ აღმოჩნდი გასაფრესის მდგომარეობაში. მაშასა მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში იყო თოქ-შოუ პრესპრესი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ასეთი გულახდილი და ამომწურავი პასუხებისთვის და ჩვენს პრეს-გუნდს თავების და ენების არ დაზოგვისთვის. ჩვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით შეხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს ისევ ამ სტუდიაში, სადაც ჩვენი სტუმრები იქნებიან ქართული მუსიკალური ვიდეო პროდუქციის შემქმნელები, ანუ კლიპ მეიკერები. კარგად.